დავიწყოთ ამ წლის პირველი პოდკასტი, პირველი ეპიზოდი, ვისაც გსურთ პოდკასტის ხარდაჭერა, დონაციის ლინკები აღწერაში იქნება და ჩვენი სტუმარია, მსახიობი, უკვე ჰოლივუდის მსახიობი. გიორგი ბოჭორიშვილი. როგორ ახარ? კარგად, მადლობა, შენ როგორ ახარ? წარამიშავს. მადლობა მოწვევისთვის. პირიქით, მადლობა რომ მოხვედი, გამიხარდა რომ აქ დაგიჭირე, იმიტომ რომ წასული ხარ უკვე ეს ბოლო წლებია, ხო? ხო, 2 წელია დაახლოებით წავსული ვარ, ხო. თლიანი დრო არა, მაგრამ რაღაც პერიოდი 6-7 თვე წელიწადში, ამ 2 წელიწადში წასული ვარ უკვე. იქ რა საქმეა? იქ პროფესიით თუ იცი რა, ეს რაღაც მიქსია რა, ორივეს. პირველად წავედი, იმიტომ რომ როგორ თქვა, მე არ მქონია საშუალება რომ სტუდენტობის თუ რაღაც დროს ქვეყნიდან წავსულიყავი, ან სასწავლებლად ან რაღაც ყოველთვის, ესე თუ ტურისტულად სადმე წავიდოდი და ეს ახლა წავედი რომ რაღაცნაირად მეცადა ახალი ცხოვრება იმ მხრივ რომ ახალი გამოწვევები და მეცხოვრა სხვაგან და გამეარა რაღაც ის გზა რომელსაც უმეტეს შემთხვევაში ადამიანები უფრო ადრეულ ასაკში გადიან და ცოტა ესეთი რაღაცნაირი ცხოვრება დავიწყე. მე და ჩემმა ცოლმა რაღაც ესე საერთო გადაწყვეტილება მივიღეთ რომ გავაკეთე ესეთი ვიზა არსებობს სამსახიობოც და ზოგადად არა მარტო სამსახიობო ეს გლობალ ტალანტ ვიზა არის შეიძლება ტექნოლოგიაში იყო ან რაღაცაში და თუ რაღაც საერთაშორისო რამე პროექტებში მიღია მონაწილეობა ან რაღაცა იქაური ფესტივალზე ან სადმე და რაღაც ეს აღიარება თუ რაღაც თუ გაქვს გაძლევენ ამ ვიზას და ვრცელდება მთელ ოჯახზე და შეგიძლია წახვიდე მუშაობის უფლება გაქვს, ცხოვრების უფლება გაქვს და რაღაც პერიოდის მერე შეგიძლია მუდმივი ბინადრობის ისიც აიღო ან მოქალაქეობა ან ესე რა და რადგანაც ინგლისი და ლონდონი არ არის ახლა მარტივი საცხოვრებელი ადგილი, ჯერ წავედი მარტო, მოვდივარ და ესე რა და პროფესიით, რა თქმა უნდა, პროფესიით, ანუ ამ მიზნით და მაგრამ თავიდან ახლა როცა ჩადიხარ ეს უცხო ქალაქში, გიწევს მუშაობა და არა, რამე მოწვევა რაღაცა არ ქონია პირდ ისე. არა, არაფერი არ მოწვევა არ მქონია, ჩემი ბოლო ფილმი, რომელიც რას ხედავთ, როდესაც სასუყურებთ, ეს დაემთხვა რაღაცნაირად, რომ ლონდონში კინოთეატრებში იყო რაღაც პერიოდი, რომელიც ზუსტად არ მახსოვს 3 წლის წინ მე მგონი. და დამეხმარა თვითონ ეს ამ ვიზის და ამის გაკეთებაში, იმიტომ რომ იქ უკვე რაღაც იქაურ ბაზარზე თუ რაღაცაზე რომ ეს იყო და თან დაემთხვა ის რომ ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს ჩემი ესე ძმასავით არის ჩემთვის და დიდი ბევრი წელია უკვე იქ არის და ესეც პირდაპირ ვარ ჩადიხარ ხა სადღაც ჰაერზე ესეც ან დამეხმარა და ამიტომ ესეთი გადაწყვეტილება მივიღო რომ წავსულიყავი იქ და ხო, თან ახლა ლონდონი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება წახვიდე და ადრე ვარ ნამყოფი, სანამ ახლა წავიდოდი მანამდე ალბათ 8 წლის წინ და ერთადერთი ქალაქია, სადაც რამაც დამიტოვა რაღაცა, რომ ანუ აქ უნდა დავბრუნდე ეს განცდა მქონდა რა, ნიუ-იორკზეც მაქვს ეგ და რაღაც დროს მინდა რომ ნიუ-იორკში წავიდე, მაგრამ ეს ლონდონი ისეთი ქალაქია რა. აი რა იყო ეგ რაც ყველაზე მეტად ის გამოც მოგინდა დაბრუნება. რა იყო მე არ ვარ ნამყოფი ლონდონში და მეც მაგას ხო, ანუ გირჩევ რომ აუცილებლად როცა შეძლებ აუცილებლად წახვიდე. რა იყო და საერთოდ ჩემი რაღაც პირადი წარმოდგენა მაქვს ესეთი ინგლისელებზე რომ ეს არის ყველაზე ჩემთვის, ანუ ბუნები, ჩემთვის ყველაზე ახლოს მათი ბუნება არის რა. არიან ძალიან პირდაპირები. ყოველგვარი ყველა არის ძალიან ცოცხალია თან ეს გარემო არის ძალიან ცოცხალი, ანუ ძალიან ჩქარია თან ეს არ არის რაღაც დანარჩენ ევროპაში მაგალითად ეხლა რომ მოვფრინავდი მიუნხენის აეროპორტში მქონდა გადაჯდომა და გერმანია ეხლა წამყვანი ევროპული ქვეყანაა და ისეთი ხალხია თან ძალიან შრომელი და დასაფასებელი და ისეთი ნელი მომეჩვენა ჰითროუს აეროპორტიდან მიუნხენის აეროპორტი რომ ვფიქრობდი რომ აი ესე ნელა როგორ ხდება აქ იმდენად რაღაცნაირი აი თუ უფრო ჩუმი უფრო არ მე მაგხომე გერმანიაში ჩავდი ჩუმიც არის ჩუმი არის მაგრამ თან რაღაცნაირი ამ სიჩუმეში რაღაც აი არ ვიცი რაღაც ცოტა სევდაც არის რა ჩემთვის გერმანიაში და ეს არის ძალიან აი რაღაცა ფრეშ არის ძალიან რა და არავინ არც ერთი წამი არ დააყოვნებს რომ რაღაც ან შეგეშალოს ან რაღაცა და არ მოგცეს შენიშვნა ან თუნდაც სიმპათია გამოხატოს ან რაღაც ანუ ძალიან ისეთია რა რამდენადაც
ძალიან დაუნდობელია და თან იმდენად რაღაცნაირად აფასებენ პიროვნებას და მის სივრცეს და ძალიან ისეთია რა. ძალიან ღირსეული გარემოა მე ვიტყოდი რა და თვითონ ქალაქიც ახლა თავის არქიტექტურით და პარკებით და ყველაფრით რაღაცნაირად იმას გიშვება რა. ქსვავს თავის იმაში მოკლედ რა. მაგარი მე პირველად მუსიკის გამო მომინდა რა, ბრიტანული მუსიკა იყო რითიც ბრიტანული კულტურა შემოვიდა რა ჩემთან და Led Zeppelin და რა ვიცი Prodigy და რაღაც ძალიან ოცნებობდი ერთ პერიოდი რომ წავსვიყო ლონდონში რამე ეგეთ კონცერტს დავსწრებოდი რა. რამე ზოხარი ყავი რამე მაგარი კონცერტზე. სხვათა შორის არ კონცერტზე არ ყოფილი არასად ესეთ ადგილებში თითქმის არ მივული არასად რატომღაც არ მიყვარს მე არ მიყვარს კონცერტებზე. ხახმრობა არ მიყვარს, ამიტომ ჩემთვის ახლა ეს აქციების პერიოდი ძალიან რთული არის და უცნაურია რომ მეუნები რომ მსახიობი ხარ თუ რაღაც როგორ არ გიყოს და რაღაცნაირად ვიძაბები ბევრ ხალხში და აქცენტს როგორ შეიგუა. პირიქით მე სანამ წავიდოდი დავდიოდი როცა რაღაც გადავწყვიტე რომ ინგლისურის სწავლა დამეწყო დავდიოდი ესეთი სკოლა არის აქ ბრიტანული აქცენტით მასწავლებელი და ბევრად უფრო ადვილი გაკვეთილებსაც რასაც უსმენდი ბრიტანულად და ანუ ინგლისური რო ლაპარაკობ ჩემთვის ბევრად ადვილი გასაგებია ვიდრე ამერიკული ინგლისური რა ანუ მიჭირს უფრო მაგის გაგება თუმცა რაღაც სერიალებს ახლა რაღაცებს უყურებ მაინც ამერიკულადაც და ესე მაგრამ ბრიტანული აქცენტი უფრო მომწონს კიდევაც რა თან რაღაც ისეთია წელში გამართულია რაღაცნაირი და ხო რაღაც გამოხატავს ზუსტად ყველა სიტყვა კარგად რაღაცას და მეგა არ არის პრობლემა. უბრალოდ მაინც ახლა ის რომ ბოლომდე ენაში იგრძნო თავი კარგად რაღაც დრო გინდა რომ ახლა როგორც მსახიობისთვის თან ის არის რა ქვია. არ არის ადვილი. საუბრით შენი ესმით კარგად? კი, არა, საუბრით ესმით და ახლა ისინი მიჩვეულები არიან თან რომ ახლა მილიონი კაცია ჩასული ეს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს რაღაც უფრო ჩვენთვის არის რომ შეცდომის გეშინიათ რაც და მათთვის ახლა ჩვენ ერთი ბარში მუშაობდი და ერთი შოტლანდიელი ბიჭია იქ რომელთანაც დავმეგობრდი და იმან მითხრა რომ რაღაც დროს ვთქვა რომ ბოდიში თქო რა რაღაცე მოურჩით მუშაობას და ცოტა დავლიეთ და ვლაპარაკობს და ბოდიში თქო რა რაღაც ვერ გამოხატავ ზუსტად იმას რის თქواس მინდა მეთქე იმან მითხრა მე ვაფშე ქართული საერთოდ არ ვიციო რას მე ბოდიშებიო რა რატო და მე მეც მივხვდი რომ ანუ რა ის არის რა ეს დამატე ეს ბარები და პაბები ეგეთია როგორც ფილმებში გვაქვს ნანახი ბარები და პაბები არის საუკეთესო რაც შეიძლება ალბათ სადმე იყოს რა და ამდენი ბარი და პაბი და ვისაც უყვარს ახლა თან მე ყველაზე მეტად ეს კულტურა მიყვარს რა ანუ არ მიყვარს რესტორნები დიდათ რაღაც სხვა რაღაც ისეთი შეკრების ადგილები და კლუბებში მე აღარ დავდივარ და ესეთ ადგილებში და ბარი და პაბი ეს სიძველე და თან კარგი ლუდი და ну ეხა კარგი ლუდი დიდათ ინგლისში პაინტს ეძახიან ხო პაინტი ხო ერთი პაინტი და კაი გინესი და კაი ვისკის რაჯობია და თან მილიონერი ირლანდიური ფაბები რაღაცები და ეს კულტურა ანუ მაგათთვის არის ძალიან ისეთი რა ჩვენთვის ეგეთი რა არის ალბათ არ ვიცი რაღაცა იხინკლის ჭამა როგორც არის ეს არის მაგათი ის რა ქვია ფაბებში სიარული და ყოველ დღე ყველა სამსახურის მერე იმაზე შუაში შესვენების დროს ყველა გამოდის და ну ზოგი ყავას ზოგი მაგრამ თან სვავენ მაგრა რა ანუ ისე არ არის აი სვამენ ძალიან მაგრამ ყველა ისეთია რა თან როგორ თქვა აი ყველა ფიტს და ყველა ვარჯიშობს და დილას 6 საათზე რო ეხა მე აქ თბილისში როცა ვარ დავდივარ ხოლმე რაც რუტინა გამიხდა ბევრი წელი არა პირველად ჩემმა მეგობარმა წამიყვანა და მას მერე სულ დავდივარ კუსტვის ზევით ბულბულების ჭალაში ეს ავდივარ წრეს ურტყავ ჩამოდივარ რა ეხა ჩვენი პოდკასტის მერე წავალ იქ დავარტყავ წრეს რა ხო და ზოგჯერ ადრე რომ მივდიოდი ხოლმე არავინ არ არის თითქმის რა ანუ უფროსი ასაკის ხალხი დადის ჩვენი ასაკის ხალხი თითქმის არავინ არ დადის რა იქცევით იშვიათად და ლონდონში მაგალითად დილას 6 საათზე გარეთ რო გამოდიხარ უკვე იმდენი ხალხი დარბის და იმდენი ხალხი ველოსიპედით ფეხით მიდის მოდის მოძრაობს ანუ აი გაგიჟდები რა რაღაც ის არის რა ქვია ვერავის ვერ დაასწრებ მაგას და მაგარი ჩემთვის აი ბრიტანეთი და ლონდონი განსაკუთრებით რაღაც ხარისხთან ასოცირდება ძალიან ხო კი აი ყველაფერი რაც ვიცი ბრიტანული ან კულტურას თავი დაანება აი რაღაცა ყველაფერი ჩაცმის სტილიც რაღაცებს რაღაც ხარისხთან ასოცირდება ძალიან მაღალი ხარისხი და ხო რაღაცნაირია თან ყველაფერი არის გეთანხმები მაგაში რომ ყველაფერი არის ის რა ქვია
ფუნქციონალურია ყველაფერი. ზედმეტი არაფერი არა საცვიათ. მოხდა აი ხა ამინდი არის ცვალებადი სულ ხანწვიმს ხანძე ყველა საცვიათ საწვიმა ყველას ქურთუქს კი არის წყალგაუნტარი ფეხზე ყველა საცვია ისეთი რაღაცა რომელშიც წყალი არ შედის. ზედმეტი აი თვითონ აი კლასიკური ინგლისელს რო ხედავ, ანუ არ არის რა კარგს გადაპრანჭული, არც გადმოპრანჭული, სადაც კარგად რესპექტაბელურად ლამაზად თაცვია ყველას და ისე ფუნქციონალურად რაც თქო. აი ზედმეტი რაღაცები არ არის რა რაღაცა. ანუ ეს ბრიტანული სული კიდე აქვს ხო რა ასე ვკითხულობ ხოლმე შორიდან რა ჩანს თუ ძალიან ემიგრანტები ბევრია და რაღაცებს ძირძველი ბრიტანელებიც ცოტა ჩივიან ხოლმე. ხო, ანუ ეს ალბათ ყველა სახელობის და რაღაცებს ინტერვიუები მაგცაა. ეს ალბათ ყველა ქვეყანაში და ყველა უფროსი და თაობებს შორის ყოველთვის არის რომ ვიღაცა რაღაცას ვერ ეგუება, მაგრამ მე ვთვლი რომ აი ეგეთი სულ მაგას ფიქრობდი იქ რაღაც პერიოდი რომ იმდენი ხალხი არის ჩასული იქ რომ ეს ბრიტანული ალბათ რასაც უყურებ ეს არ არის რაღაც უკვე რაღაც ნაციონალური ეთნიკური ის აღარ არის რა ეს არის უკვე შენ თუ იქ ცხოვრობ შენ თუ იზიარებ ამ საზოგადოებრივ წესრიგს როგორც არის და ამ რაღაცა ამით ცხოვრობ ჩვეულებრივად შენს ხდები ამ გაგების გამტარი რა ამის თქმა მინდა და ამიტომაც დიდად მგონია რომ მაგ ფრივად ძალიან თავისუფლები არიან ეგენი ხა რეგიონებში თუ იქ რა არ ვიცი მე რა ხდება ეს არ მივლია მაგრამ ლონდონი ნამდვილად ნუ მეგაპოლისია და ის არის რა ქვია ამის ალბათ საუკეთესო მაგალითია რა ნიუ-იორკი პირველ რიგში ალბათ და მე ლონდონიც სადაც მომავლის ქალაქები როგორი უნდა იყოს ალბათ ეს არის იმიტომ რომ სადაც აღარ არის რასობრივი რაღაც განსხვავება და ყველა რაღაცა საერთო იდეის და საერთო რაღაცა ამ გლობალური რაღაცა გაგების ქვეშ ცხოვრობს რა რაც არის არავინ არ ერთმანეთს რაღაც წარმოშობის გამო არ იმასშობა რა და პრინციპში ხა ინგლისელები მაგას უკვე ძალიან დიდი ხანი მიჩვეულებენ მე რასაც უყურებ აღარ უყურებენ მაგას იმიტომ რომ იმდენი ხალხი ამიტომ ვფიქრობ რომ ხო აი დილას რომ გამოდიხარ და სკოლაში ბავშვები რომ მიდიან ანუ აი ისეთი ეკლექტური არის ეს აი სხვადასხვა კონტინენტებიდან საერთოდ ჩვეულებრივად ყველა არის იქაური რომ ხვდები რომ ეს უკვე ჩვეულებრივია და ჩვენ შეიძლება ჩვენთვის ჯერ არის ცოტა ისა რა რომ აქ რო ხედავენ ვიღაცას და ხო აი მე უცხოელი და რაღაცა და იმათთვის უკვე ეს უკვე ჩვეულებრივია და იციან რომ ერთადერთი გზა მთავარი რაც მინდოდა მეთქო რომ ალბათ ერთადერთი გზა რომ განვითარდე და რაღაც შემდეგ ეტაპზე გადავიდეს ქვეყანა ალბათ არის ის რომ ეს მიმღებლობა უნდა გქონდეს ყველასი რა უნდა მიხვდე რომ შენი კუთვნილება მარტო არ არის მე ვარ ქართველი და აქ ჩავიკეტო და ჩემი ყველასია ყველაფერი რა როგორც რა ვიცი რა კარგი წიგნი თუ კარგი ფილმი რომ თუ იზიარებ შენიც არის და ამიტომაც რამდენადაც გაიზიარებ იმ ცხოვრების რაღაცა მოცემულობას იმდენად შენიც ხდება ის და ამიტომ აი შენ თქვი რომ შენი ფილმიც იქ ორ ბაზარზე ბოლო ფილმი მოხდა ხო და ქართულ კულტურაზე რა წარმოდგენა აქვს რა იციან ეს ჩვეულებრივი ადამიანებმა თუნდაც თანამედროვე საქართველოს იციან რა იცი რა მე ვისაც შევხვედრი ვარ თითქმის ყველა მიცის რა რაღაცნაირად აი მაგაშიც ჩემი დიდი არა იმის გარდა რომ საქართველოს არსებობს აი კიდე აიციან ну ძირითადად იცის ყველა მის რომ ანუ არა იციან რომ ეს არის უძველესი ერი და უძველესი ქვეყანა თავისი ღვინის კულტურით ეს ყველა მიცის აბსოლუტურად რომ ანუ ჩვენ ვართ ну რომ ითვლება რომ საქართველოს არის ღვინის სამშობლო და ეს რაღაც უცნაურია იმიტომ რომ ბევრგან არ იციან ხოლმე და მათ მე მეცინება ხოლმე იმიტომ რომ ეგენები ხარ მაგათმა მთელი მსოფლიო დაიპყრეს და არ არსებობს რომ არ იცოდნენ ეგეთი ყველგან იციან რა არის და როგორ არის რა ერთ-ერთი ნუ ეს არის რომ იციან რომ ეს არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი საბჭოთა კავშირი და შესაბამისად ანუ იგივე ჩვენთან იგივე პრობლემებია და იგივე რაღაც მენტალურიც და რაღაცნაირი არსებითიც რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რაც არის ყველგან და ცნობენ ამითი რა ჩემი აზრით ხა ყველას არა რა თქმა უნდა სიმღერა ფილმი რამე წიგნი ნაწარმოები რაღაც ხსენებიათ ესეთი ნუ გიორგი კინკლაძის არა ეხა სხვადასხვა აი რაღაც იციან ფეხბურთს ვინც უყურებს ყველა მიცის მაგალითად კვარაცხელია იმიტომ რომ ხო უყურებ ეხა ეს უყურებ მე ეხა მე იმის ევროპის ჩემპიონატის დროს იქ ვიყავი და აბსოლუტურად ყველა ვინც ხვდებოდა მე თვითონ არ ვარ დიდი ფეხბურთის გულშემატკივარი ანუ არ არის ჩემი რაღაც ვიყავი ესე იგი დავიწყო იქიდან რომ არგენტინის გულშემატკივარი ვიყავი მთელი ცხოვრება და არგენტინა ჩემპიონი გახდა იმის მერე დავამთავრე ანუ ეს იყო ის რა ქვია გახდა კარგად ზანდებოდეთ და ნუ მესი და რაღაცა ხო და
ისინი უყურებს ფეხბურთს ყველა რა, ყველა ნებისმიერ ფაფში უჩართული იყო და ყველა მეუბნებოდა რომ ვინც იცის რომ მე ქართველი ვარ, ყველა მეუბნებოდა იქ რომ აუ საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მაგრა ითამაშა და ყველაზე მაგარი თურქეთი საქართველო იყო ყველაზე მაგარი თამაში ჩემპიონატზე და ყველა მაგას მეუბნებოდა რა, ანუ მეც კი უყურებდი ახლა რაღაც თამაშებს, მაგრამ ის აქვს და რაღაც ვფიქრობ რომ ანუ რაღაცა არის, აი შეიძლება სასაცილო რაღაცას ვამბობ, მაგრამ რაღაცა არის საერთო ჩვენს და მათ შორის. აი არ ვიცი რაღაცა ის კარგი მხარე რაც არის ჩვენში, რომელიც ეხლა იწყებს ვფიქრობ, ეხლა გამოიღვიძა რაღაცნაირად და ანუ გინდა სპორტში თუ ხელოვნებაში თუ ყველგან აი რაც ეს ახალი თაობა რომ ამბობენ რომ გენოფონდი მართლა არის რაღაცა ჩვენში, ჩვენს გენეტიკაში, რომელიც დღესდღეობით ეძლევა ნელ-ნელა საშუალება რომ აი რაღაცა თავის პოტენციალი გამოავლინოს და მაგას კარგად ხედავ, იმიტომ რომ მე ეხა ზოგადად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ პირადად ჩემი რაც შეხება მქონია ინგლისელებთან, ძალიან ისეთია რა, გამომწვევია სულ და იმიტომ რომ ძალიან ღირსეული ხალხია ისიც და შენც როცა შენშიც ხედავენ რაღაცა თქვათ ან ისე რო თქვა რა, CGUT-ს რაღაცა შენ მიზანს მიყვები, ძალიან აფასებენ ამას და ვფიქრობ რომ ხო, რაღაცა არის რა, აი როგორი რაღაცა არის, რომ მე ვამბობ ეგეთ რამეს და ავიჩემე რომ სადაც არ ყოფილვარ ჩემი ცხოვრების განმავლობაში საზღვარგარეთ ეს ეგრე ზუსტად არავის არ დაუნახევარ რა. ანუ აი ეს ზუსტად არავის არ დაუნახევარ, როგორც საშუალო ადამიანი ხედავს რა. აი პირდაპირ კონტექსტუალურად ხედავს. მე ხუთი შენ კონტექსტს ხვდება რა. ანუ რომ თქვენ და იქ ვიღაცა შეგხვდება, შეიძლება ვიღაცა პორტუგალიელი და გეტყვის რომ მაიმე მაგარი ხაჭაპური თუ რაღაცა და ეს ხაჭაპურზე არ გელაპარაკება რა. შენ აინტერესებ რა, ეგეთი რაღაცა არის. ჭუი მოქსულია? თრალ ბრიტანელებთან. არა, არ მომსულია სხვა სტერეოტიპული. არა, ხო, ეგეც რაღაც არა ასდროს. ანუ რაღაც შეიძლება ქუჩაში მოდიხარ და ვიღაცა გაიაროს, მაგრამ არა საბედნიეროდ მე ეგეთ ვიღაცას არ გადავყრევ. ანუ პაბებში ხშირი არ არის ეგეთი ამბები? დიდად არც მინახავს. ახლა პაბებში დაცვაც არის ხოლმე რაღაც როცა დაკავ. ანუ არა, ის არის რა, მაინც ეგეც ერთ-ერთი სტერეოტიპია ჩემ წარმოდგენაში, ეგეც ფილმებიდან ალბათ. არის ხო, ეს ვიღაც თრალ მეირლანდიელმან რაღაცა უნდა იყოს. კი, არა, ძალიან ბევრი ჩხუბები არის, ახლა ეგრეც არ არის და ანუ იქთან ახლა ისენი რა ქვია, რაღაც უბნების მიხედვით ძალიან საშიში ადგილებიც არის რა, მაგრამ მე საბედნიეროდ ჯერ ეგეთი რაღაცა არ შევსწრები ვარ, არ მინახავს და ვერ ვიტყვი ერთ-ერთი შემიძლია თქვა რომ ისეთი ხალხია რა, ანუ ვერავის ვერ შეაშინებ და ყველა მზად არის რომ თუ რაღაცა იმას იზამ, ნებისმიერი ადამიანი გეჩხუბება. ისე რომ ევი აქვს იმაში რა ქვია. კი და რაღაც ფორმაშია ყველა მე ვთქვი თან, ანუ ის არ არის რომ რაღაცა მოფამფალებული და ის არავინ არ არის და ყველა ისე არა საკუთარ ჯანს ხო ყველა ჯანზეა და ყველა ვარჯიშობს და ეს რაღაც ჯანსაღი ცხოვრების წესი მაგათთვის ის არის ესე თქოთ რა. კაი, ამერიკისკენ გადავიდეთ. კი ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ამერიკულ სერიალში გადაგიღეს. ხო, ამერიკულ სერიალში გამოდიხარ, როგორც ვიცით ხომ მეთქმა. ხო და რა სერიალია რა ხდება? ხო, ეს არის გადაღებები სად იყო? გადაღებები ლონდონში არა, ლონდონში იყო გადაღებები. რა ხდება და ეს არის Paramount-ის სერიალი. ჯერ არ მინახავს სხვა შორის დევს რაღაც სერიები, რამდენიმე 6 სერია თუ რაღაც არც მინახავს, იმიტომ რომ ესეც მინდა თქვა რომ ამ პერიოდში ორი თვე თითქმის უკვე აქ ვარ და ეს აქციები და ყველაფერი დაემთხვა რაღაცნაირად არც აღარ დამავიწყე ეს ყველაფერი. რა ქვია სერიალს? სერიალს ქვია The Agency, ესე ქვია რა და იმას პოსტერს ამოვანათებ ხო? ხო და ეს არის რაღაცნაირად შემთხვევით მოხვდი რა რომ მოკლედ რა მოვტყო, იქ არის ესეთი რაღაც პლატფორმა სამსახიობო და სახელოვნებო Spotlight-ი, რომელზეც დავრეგისტრირდი. დავწერე ჩემი ბიოგრაფია, რატო წავედი ლონდონში, რომ ესე რომ მინდა ვითანამშრომლო სამომავლოდ აგენტი იქნება თუ ვინც იქნება და აქედან დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ ესეთი სერიალია, ეხლა დიდად არ დავასპოილერებ რა და როგორ არის, მაგრამ რაღაცნაირად ვიტყოდი რომ თან გამიმართლა და სერიალი არის ესეთი, ეს არის აგენტებზე, ხო. ჩანერი, ანუ spy thriller-ია რაღაცნაირი. ეს სად გავა?
ეს გადის Showtime-ზე და Paramount Plus. ხო. გადის. ჩვენთან როგორც ყოველთვის ყველაფერი პირადულად მოიპოვება. ჩვენთან გავა ტორენტებზე. ჩვენთან გავა ტორენტებზე, აი იმდენმა ხალხმა მითხრა, რომ იქ გადმოწერე, იქ უყურე, აქ უყურე, რომ იქ უნდა იქ ხო ასე. ასე რომ მარტივად არის ხალხისაცდომი რა და თავარი ის იყო, რომ ამ ხალ ვიტყვი ამას, რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი არის მაიკლ ფასბენდერი და ისე დაემთხვა, რომ მანამდე თან სწორად ამის ინტერვიუებს უყურებდი და მაიკლ ფასბენდერი თამაშობს თავარ როლში. თავარი გმირი ეს არის და რიჩარდ გირი თამაშობს კიდე და მოგიწია მაგასთან სცენები არა არ მომიწია სცენები მაგრამ უშუალოდ ჩვენი ეს ისტორია არის გადაბმული რა რაღაცნაირად როგორც არის თორე უშუალოდ სცენა მე მომიწია სცენა უკრაინელი ბიჭები მსახიობები იყვნენ არაჩვეულებრივი მსახიობები და ძალიან კაი ბიჭები რომ მაგათთან ერთად ვიღაცებთან რუს სამხედროს თამაშობ და ხო რუს სპეც რაღაცა კაგებეშნიკი კი ბატონო ხო ეგრე გამოვიდა ხა შენ ერთ შეხედით არ გაქვს ეს ჰაბიტუსი რომ რუს კაგებეშნიკი ხო არა უცნაურია მაგრამ რაღაცა მიგავს ეს მე რამენაა არ ვიცი რა მოხდა არ საერთოდ არ ვიცი როგორ მოხდა მაგრამ ნელ-ნელა თან რომ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და გრიმიორ შევხვდი როგორ ჯობია როგორ ვიყო წვერი მქონდეს არ მქონდეს რაღაცა მე ნელ-ნელა მივხვდი რომ დამამსგავს ეს ანუ ფოტო გააქვს შეგიძლია რომ თუ მოსულა მაგის ჩვენება კი ფოტო მაქვს და საერთოდ პროდიუსერი არის ჯორჯ კლუნი ხო პროდიუსერი არის ჯორჯ კლუნი კი და თვითონ ძალიან ხო ნუ საინტერესო იყო ეს ახალი დაწყებულია ეს სერიალი? ეს სერიალი დაიწყო 29 ნოემბერს გავიდა პირველი სერია. ან პირველ სეზონში ხარ ხო? პირველ სეზონში ვარ ხო. და გაგრძელება რაღაც სპოილერი არ ვთქვათ. არ ვიცი ხო არ ვიცი ვერ ვიტყვი ამას ახლა ჯერ. ხო ცოცხალი დარჩება მე სერიის ბოლოს. რამე რო იყოს. ნა. კაი არ ვთქვათ. ნუ ეს არის ვაუ ხო თუ არ არის პრობლემა ამასაც ამოვანათებ მე ამ ფოტოს მეწეს და არ უნდა იყოს ახლა სამხედრო ფორმა გაცვია არა არაფერი არ არის პრობლემა გადაღებიდან სეტიდან არ არის ეს ფოტო არა ისედაც არ არის ხო მე ვიცავდი ამ წესებს ძალიან იქ რომ არ გადაიღოთ და პირველად ამაზე რაღაც წუთრაზე მივიდნენ რადგანაც სამხედრო ოპერაციაზე სამხედრო თუ გაქვს იარაღთან შეხება და რაღაცა ყველა ვარიანტში ამ წუთნას გიტარებ. როგორ დაიჭირო ხელში და არ ყველაფერი ვისროლე, ალბათ ეს 3 დღე მარტო აი ვისროდი ყველანაირ ავტომატს და მასრონ სერიალში ისვრი? სერიალში მე უშუალოდ არ ვისვრი, მაგრამ ხო ნუ შეიძლება და ყოფილიყო რომ რაღაც მაგრამ მე უბრალოდ იმ წამს მე არ ვისვრი, მაგრამ ზეი შეიძლება მოგიწიოს ახან გავარჯიშეს. არ ვიცი, მაგას არ ვიცი და სამხედროებთან ერთად ანუ ის ვინც ატრეინინგებენ, გავდიოდი ამ წუთნას და როგორ უნდა გაჭიროს და როგორ უნდა აი სეიფთის ყველას უსაფრთხოების ზომები რომ როცა პირადი არა გადაღებაზე რომ როგორ უნდა სულ თან უნდა ატარო და არ შეიძლება ამის დატოვება არსებდა ძირითადად სახე მალიკ ბოლდუნის იმის მერე განსაკუთრებით არა ის სხვა შორის მაგაზე ვკითხე იქ ამ ინსტრუქტორს რომ ეგეთი რამე აქ თუ შეიძლება მოხდეს მეთქე ჩვენთანო კანონით არის აკრძალული რომ გადაღებაზე ნამდვილი ტყვია იყოს და იქ იმათ გქონიათ თურმე იმის გარდა რომ ნამდვილი ტყვიებიც აქვს გადაღებაზე არის კიდე აქ ტყვიები რომლებიც ნამდვილს გავს ანუ ის თავიც აქვს რა ის თვითონ რაც ვარდება ეგეც აქვს და უბრალოდ არ არის ნამდვილი. ხო, ეს ვინც არის ის ალეკ ბოლდუინის გადაღებებზე გავარდა იარაღი და ის იმსხვერპლა ოპერატორი მე მგონი, ხო? ოპერატორი თუ ხო რაღაც, აი მე მგონი ოპერატორი. გადაღებების ჯგუფის წევრი. გადაღებების ჯგუფის წევრი თან თავის მეგობარი და ეგეთი რამე იქ კანონით იგრძალება და ნუ მართლა კარგი იყო რა, იმიტომ რომ მივხვდი რომ ანუ ვიცოდი უკვე რომ მართლა არ მქონია მე არ მომიწია იქ სროლა, მაგრამ ჩემთან ერთად ვინც იყვნენ ბიჭები იმათ მოუწიოთ და ანუ უკვე იცი რა როგორ უნდა გაჭიროს თითი რო უნდა გედოს დახრილი კონდეს ქვევით და არ უნდა რა ქვია ტუალეტში რომ შედიხარ ავტომატი იქ არ უნდა დატოვო სადღაც რა ქვია კათერინგის მაგიდაზე და რაღაც ეგეთი რაღაცეები რა და ანუ ინგლისურად ლაპარაკობ სერიალში თუ რუსულად ინგლისურად არა სერიალში რუსულად ლაპარაკობ მაგრამ თვითონ ის როცა გავიარე კასტინგი როცა გავდიოდი ეს დაახლოებით თვენახევარი გრძელდებოდა ეს პროცესი მაშინ ინგლისურადაც რუსული აქცენტით ლაპარაკობდი და რუსულად წამით კამერა გაიჩი რომელი ეს ხო იწერდა კი გაიჩი ოღონდ გამისლა მეთქი უნდა გეთქო რომ არ იყო რეკაზეო და ერთი წამი ვთქვი გამაცია ტანში ესენი რეკზეა ხო კაი ჩვენ
საქმიანი გადაკვეთა ჩვენი ერთ-ერთი იყო თავიდან სერიალში თამაშობდი და მე ვიყავი ერთ-ერთი რეჟისორი. კი. მაესტროზე გადიოდა ესე და იმ გადაღებებსა და ეხლა საწყობდი დიდი სხვაობა ამ გადაღებებში. კი, საინტერესო რაღაცა არის რა, ეგ საინტერესო კითხვაა და შენი ვაგონიც გქონდა ხო? კი, ანუ ეს მე რაღაცნაირად მაგას უცებ მივეჩვიე თითქოს რომ ჩვეულებრივი იყო იქაც რომ ხდი აი ღამე რო წერენ რომ დილას საუზმეზე რა დაგახვედროთ ტრეილერში და ზუსტად რასაც ეუბნები მიდიხარ ჩვენთან იყო ფენოვანი ხაჭაპური კეთერინგი ხდება და აი თვით ისედაც რა ანუ ეს ეთყობა არ ვიცი გაჭირვებული ქვეყნის რაღაც ის არის მაგრამ მალე ეჩვევი ამას რა თავიდან უცებ აღთოვანდი იმიტომ რომ პირველად რო ჩავედი პირველი შეხვედრა ზომები სადაც ამიღეს და რაღაცები Warner Brothers-ის სტუდიოში იყო რომელიც ლონდონში არის ერთ-ერთი კარა და Warner Brothers-ის სტუდიოა ნუ ერთი და იქ რომ მივედი თვითონ არის ძალიან დიდი ქალაქივით არის და ძალიან ბევრი პავილიონი და ანუ აი რაღაც წარმოუდგენელი რაღაც ინდუსტრია არის რომელიც რო უყურებ ვერ არ გჯერა რომ როგორ შეიძლება და მე ხვდები რომ მართლა რომ ყველაფერი იქ არის გადაღებული მაგ სტუდიოში აი ლონდონის ჰარი პოტერი, Game of Thrones-ი და უამრავი ფილმები იქაური და ის არის რა ქვია წარმოუდგენელი წარმოება და წარმოუდგენელი მასშტაბი არის და როგორ თქვა ორგანიზების რაღაცა აი უნარი და კონცენტრაცია და როგორ აკეთებს თავის საქმეს ნუ რაღაც აი არ ვიცი ყველაზე მაღალ იმაზე რა ქვია რაღაც ლეველზე რა და მე უკვე ცოტა ჩვეულებრივი გახდა ხო ხვდები რა მოდიხარ მანქანა გაკითხავს დილას მიდიხარ შედიხარ ტრეილერში ძიხარ ელოდები თუ აგვიანებ 10 წუთი შემოდის ვიღაცა გეუბნებით 10 წუთი ვაგვიანებთ ყავა ხო არ გინდა ჩაი ხო არ გინდა რა ხო არა იცით რაღაცა გადაღებ სეტზე რომ მიდიხარ პირდაპირ ცალკე ადამიანები ყავს მობარებული ვინც პირადად ინფორმაციას გაძლევს რომ ეხლა 2 წუთი ოპერატორთან გადის რეჟისორის სცენას და 3 წუთში გეტყვიან შენი სკამით დაყვება რო დასადაც მიდიხარ გაიარე გამოიარე ხო მოვა ადამიანს სკამს დაგიდგავს რომ აი დაგდგე შენი სკამით და ნუ რაღაც წარმოუდგენელი ის არის და მე შენს იგივენაირი ის გიჩნდება მათ მიმართ რა ანუ ეს რაღაც პატივისცემა და გათვალისწინება და თან ეს არ არის რაღაცა ეს არ არის რაღაც ეგოების ის რა ანუ რო აი შენ რაღაც ეს არის სუფთა საქმეს აკეთებს ყველა რა ანუ შენი საქმე გაქვს ეგ და შენ ის უნდა გააკეთო ჩემი საქმე ეს არის მე ეს უნდა გავაკეთო ვიღაცა ანუ ეს იერარქია არის გზნობა რომ მაგას გულისხმობ არა მსახიობი რაღაც ძალიან მაღალ იმაზეა აყვანილი მაგრამ ეს არ არის როგორ თქვა რა ეს რაღაც აი მლიქნელობა ის არ არის რა ანუ ეს არის ანუ ძალიან ღირსეულად აკეთებს ყველა ამას ხო ხდება ხშირ რო იქ რაღაცა ზედმეტი მოგვიდეს შეიძლება ვიღაცამ თავი დაგიხაროს მაგრამ ანუ მე დარწმუნებული ვარ რომ მეორეჯერ ანუ ეს ყველას ეცოდინება რომ შენ რაღაც არაღირსეული უღირსი მსახიობი ხარ ან რაღაცა ხო ხდება ანუ ყველა ხედავს ამას რა და ანუ იმდენად ისეთი ჯაჭვია ამისი რა რაღაც ყველა თავის საქმეს რო ეს ბოლომდე კარგად აკეთებს რომ შენ თვითონაც ჯერეთი მეტი რაღაც სიმყარე გიჩნდება რა შენი საქმის მიმართაც მეტი რაღაც გიჩნდება და ნუ რა წარმოუდგენელი და შენ რაც ვკითხე ხა რომ დაუბრუნდეთ მაგას რომ შედარების ხრივ ნუ შედარება საერთოდ არ არსებობს ანუ ამას ვერ შეადარებ ვერანაირად ერთმანეთს ერთადერთი რაც არის მე მივხვდი რომ აი მაგ დროიდან მოყოლებული და აი ჩვენ როც მაშინ სერიალზე მუშაობდით და ჩემი ანუ ეს დიდხნიანი ჩემი ცოლის დაქალებში 10 წელი გრძელდებოდა სერიალი და ეს მუდმივი რაღაცა მუშაობა რომელიც რაღაცნაირი წირი შესაძლებლობები და წირი პირობებით მაგრამ მარტო წირი შესაძლებლობები არის მაშინ შენ მსახიობიც ხო მეც ხო ამ პროცესში გავხდი მსახიობი მე ხო ის არ ვიყავი რა ქვია ამ დროს ვისწავლე მე ხთი ამ წვალებაში რომ ზოგჯერ რო გეჩქარება და ამდენი სცენა უნდა გადაიღო და ვერ ასწრებ და შეიძლება ღამე მოგიწევს გათენება რომ ტექსტი ისწავლო იმიტომ რომ ტექსტი არ ისწავლი დადგები იმისავით ბლეყვესავით გადაღებაზე და რეჟისორს მოუწევს რომ აქედან გადაგიღოს და რაღაცა მე შეაკოწიწოს და არ ხამზარდა ეხა მე არავის ზეცუც არ ვიტყვი მაგრამ არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ მსახიობები ძირითადად საქართველოში 90% გადაღებაზე მოდის ტექსტი არიციან რა ანუ არიციან ანუ მარტივი რაღაც ის არის რა ქვია ანუ არ არის ჯერ გააზრებული ეგრო რა გევალება შენ რა მე ხათ სხვა ტექნიკურ მხარეს გადაღების აღარ ვიძახი იმიტომ რომ დიდად არც მაინტერესებს რა ერთ-ერთი უკვე როცა სერიოზული გადაღება მე როგორც ჩემ თავს ვთხოვ ისე ვთხოვ სხვასაც რა ეხლა მე თუ მომზადებული მოვდივარ შენც მომზადებული უნდა იყო ხო და
საბოლოო ჯამში ამან მივხვდი რომ დროთა განმავლობაში სერიალი და ნუ ძირითადად მაინც შემიცორის დაქალები იყო, იმიტომ რომ ეს მაძლევდა მე საშუალებას რომ ჯერ ერთი კარგად წერდა ქეთი და ამას ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სულ მინდოდა რომ ეს რაღაც მეთქვა სადღაც აღმენიშნა რომ აი მართლა კარგად წერდა და რაღაცა იყო ამ ჯგუფშიც რა საერთოდ ჩვენ რაღაც ყველა ვითარდებოდა თავისებურად რა და აი ამ შეზღუდული შესაძლებლობებით რაღაცა შედეგის მიღწევა ვფიქრობ არის ის რაც გამზადებს თქვა უფრო დიდი რაღაცეებისთვის რა და მე დაემთხვა ნუ მე აი სერიალიდან დაიწყო კინოები რომელიც ერთი ფილმი მე მეორე ფილმი მესამე ფილმი მეოთხე ფილმი თუ რაღაცა და ამაში ესე სწავლობ რა და ესე მიდიხარ იმიტომ რომ ეს ხო რაღაცნაირი დაუსრულებელი გზა არის რა მსახიობი იმიტომ რომ ვერასდროს ვერ მიხვალ შენ რაღაც ისეთ წერტილში სადაც იტყვი რომ აი მე ხა მაგარი მსახიობი ვარ და მაგარი ხარ და შეიძლება ხვალ ისეთი რაღაც ელემენტარული ვერ გააკეთო რომ შენ თვითონ ვერ დაიჯერებ მაგრამ მეორე მხრივ ისიც არის რომ ხვდები რომ აი თუ ამდენი ხანი ამდენი იწვალე მე იქ რომ 300 კაციან სეტზე რომ გადიხარ და ანუ დასახევი არა გაქვს უკან არაფერი მოხდი დასახევზეც არ არის ანუ გამჯდარი გაქვს უკვე რაღაცა სიმშვიდე რა სხვანაირი რომ იცი რომ რაღაც სიტყვას რო ამბობ ამ სიტყვას გრძნობ და არ გეშინია ვიღაც პარტნიორის და ვაიმედედა და იქ ვიღაც რეჟისორია რომელსაც ეს ფილმები აქვს გადაღებული და რაღაცა და მართლა ხო ფიქრობ ეს ჩემი ორ სერიას იღებდნენ აქ რა სხვადასხვა რეჟისორები და ჩემი რეჟისორიც არის აი ეს ნილ ბურგერი არის ეს კაცი რა რომელსაც ილუზიონისტი აქვს გადაღებული და ლიმიტლეს და რაღაც ფილმები და ძალიან სულ მეგონა რომ აი ეს და დენიროსთან და ედვარდ ნორტონთან და იმებთან ისინი სულ ამათ იღებს რა ფილმებში და მეგონა რომ რაღაცა და ჩვეულებრივი კაცია რა ანუ უბრალოდ კარგად იცის თავის საქმე კარგად და ურთიერთობაშიც და რაღაც არაფერი რაღაც განსაკუთრებული არ არის და ძალიან კარგად ხედავს ამ შენ ძალისხმევასაც ყველა რა რომელიც აი რეჟისორისგან პროფესიაზე რო გადავიდეთ ხო სახიობი აი რას ელოდები ხა ესეც რო ახსენე აი რას გაძლევდა ეს რაღაცა კარგად უნდა აგიხსნას როლი თუ აი რა არის ისაც არავინ არ მე რაც უფრო კომფორტულს ხდის რა სახიობისთვის მუშაობას ეგ ხო ცოტა ისეთი როლი აგიხსნას იცი როგორ არის მე ვფიქრობ რომ აი შენ გადმოსახედიდან მისი პროფესიონალიზმი რაში გამოიხატება რა იმიტომ რომ ის აკეთებს თავის საქმეს ზუსტად ანუ ის შენ აღარ გიწევს ნერვიულობა ამ რაღაცა ტექნიკურ მხარეზე როგორ თქვა რა იმიტომ რომ რაც აქ შენ აქ თითქოს არის რომ აქ სახიობი შენს უნდა შენ ემზადები შენ სწავლობ შენ კიდე შენ უნდა დადგა ტვინში გაიგე და შენ აქ გესაგევალება ის რომ შენ იგრძნო პერსონაჟი ანუ შენ რაღაცა ვერსია გაქვს ამისი და მისთვის ეს უკვე თან წდება მანამდე იმიტომ რომ როცა შენ ამ როგორ არის ეგ რა სინჯს როცა წერ შენ ხო უკვე რაღაცას თავაზობ ის ხედავს ან შენში ან ხედავს ან არ ხედავს ამ პოტენციალს ხო რომ შენ ამას გააკეთებ თუ არ გააკეთებ იმიტომ რომ ბევრი როლია რომელიცაც ვერ გააკეთებ და მერე უკვე თუ მისთვის ეს მისაღებია შენ მიდიხარ შენ მომზადებული და ის უკვე შენ აი ამ რა ვიცი რა ანუ ამ რეალურად რეჟისურას აკეთებს რა ის შენ თავისუფლად ხარ და შენ ენდობი უკვე რომ გეუბნება რომ ეხა თქვა თუ ტელეფონის ზარია და გეუბნება რომ ეხა დარეკე ჯობია მე ხვდები რა მართლა რომ უყურებ რომ ეხა ჯობია და რაღაცა პირიქით ხელს გიწყობს უკვე და შენ გეძლევა მეტი შესაძლებლობა რომ ამ შენ რაღაცა შენ აღქმულ ამ პერსონაჟში ბოლომდე იყო და დაიჯერო ეგ რა და არა ის რომ არ ხო რა იცის ზუსტად იმარას და მთლიანად ხედავს მთლიანობას ხედავს რა რას თავარია რა გადაღებები იქაც ესეა რომ თქვა იცი 10-დან 6-მდე უნდა იყოს მაგრამ შეიძლება მეორე დღის 6-მდე გაგრძელდეს არა ეგეთი რამე არ არის აი არ ვიცი იმიტომ რომ ძალიან ზვირიჯდება ხო ჯერ ერთ დავიწყოთ ძალიან პრაგმატული იმის სადაც არ უნდა იყო მაინც არაპროგნოზირებადი პროფესია არის გადაღება და შეიძლება უცებ ისეთ რაღაც პრობლემას არა მაგათ ისეთი ამ ოვერთაიმებზე იმხელა ის არის რა ქვია იმდენი ანაზღაურება არის რომ ეგ ანუ ეხა 1 საათი რო ვიღაცამ დააგვიანოს და 300 კაცი რო არის სეტზე წარმოიდგინე 300 კაცს რა ვიცი საათში რამდენი უნდა ხო ხდება როგორი ზარალია იცი პროდიუსერმა შეიძლება დავიმოიკლას კი აქვთ ეხა მესმის მაგრამ მაინც რა ნაკლებად რა იმიტომ რომ ეგევალებათ მიხდი რომ ანუ შენ ხვალ
ისიც ანუ კი მაგაზე გათვლილია, რომ პასუხისმგებელი ამ ხალხიც იმდიდა ყავს, უცებ ქარბუქი ამოვარდა და წვიმა და რაღაცა ეგეც კი გათვლილია, მიხვდი? ანუ იმდენად ყველაფერი გაჩვენო ეხა call-sheet-ი რომელიც მომდიოდა მე ყოველდღე რა ხვალ რა დაგეგმილი როგორ რაღაცები და 2 საათზე ამ ეს ქარია და 3 საათზე წამოჟინჟღლავს და ამ დროს ჯობია ბრეიკი იყოს და ამ დროს ეს ჯობია და იმას აი ნუ წარმოუდგენელი შრომა არის ეს რა ანუ წარმოუდგენელად შრომობენ ეს ადამიანები და ჩეხეთშიც ვიყავი გადაღებაზე აი ამ პერიოდში რაღაც რამდენიმე დღით და ისე მოხდა რომ ანუ ჩემი მეგობარი და მსახიობი მარიკა ხუნდაძე თამაშობდა იქ ერთ-ერთ სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს და მეც აღმოჩნდი რა რაც მეც დამიკავშირდნენ რომ იქნები თამაში და იქ ვიყავი და იქაც კი ის არის ხა ინგლისთან შედარებით იქაური გადაღება არის რაღაცა გონია რომ აი იმაში რა ქვია სააღდგომო სოფელში რო ჩახვალ მაგრამ იქაც კი ძალიან ის იყო რა ჩვენგან განსხვავებით მივხვდი რომ ანუ ეს რაღაც არ ვიცი როგორ თქვა რა ეს ორგანიზება რაც თავარია და დამოკიდებულება თვითონ იმის მიმართ რასაც აკეთებენ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ის არის მთავარი რომ რა გამოვა მერე და რა შედეგი იქნება და შენ თუ ხა აქ ბოლომდე წელებზე ფეხს თუ კისერზე ფეხს არ დაიდგავ და ბოლომდე დღეს თუ არ დაიხარჯები შედეგის შესაბამისად ეგ არის მერე რომ ანუ რა პროდუქტიც გამოდის რა და ეს არის რა ეს გუშინ ვაჩვენებდი მეგობარს რომ ეს მაგარი რაღაც არის უბრალოდ მინდა რომ გაჩვენო რომ ეს იმის გადაღებაა რა რაღაც შემხვდა სადღაც ფოტო Peaky Blinders-ის გადაღება არის და ოპერატორი მაგალითად რა ანუ აი ესეთი ოპერატორი რა არის ყველა რა ხო ხდება აი ყელამდე ტალახში რო დგას და კამერა რო უჭირავს ანუ აი ამ ხარისხის შრომა არის მიხდი და ესეთი თავდადებით აკეთებს ყველა და იქ არ არის ის რომ მე მეზარება თუ რაღაცა რა და ну კარგია და ვფიქრობ რომ ჩვენთანაც ყველაფერი ეს შესაძლებელია ჩვენთან უბრალოდ ინდუსტრია არ არის და ამაში ფული არ არის და ანუ ეს კერძო ვიღაც ხალხს არ აინტერესებს ხო რომ არ აინტერესებთ ახლა ვიღაცებს ეს და მესმის კიდევაც რა რატომაც არა მაგრამ ანუ ალბათ ყველა ამ სფეროში მოვაწე ადამიანის რაღაც ერთგვარი ვალდებულებაც არის რომ ამ ქვეყანაში ეს იყოს და როცა კინოს გადაღება ხა მე მიყვარს ძალიან კინოს გადაღება იმიტომ რომ პატარა ჯგუფია და საინტერესო და ნუ მაინც შენ ქვეყანაში რომ შენ ენაზე და შენ ქვეყანაში რომ მუშაობ ძალიან კარგია და აი ალეკოსთან ვიმუშავე ხა ბოლოს საბაძესთან აი ლონდონიდან ჩამოვედი და წინა ზაფხულზე სამი თუ გადაღება გქონდა და კარგი იყო ძალიან რა ნუ აქაც კარგია რა ძალიან კარგია რა ძალიან მასშტაბია ხო ძალიან კარგია და ძალიან ბევრი კარგი რეჟისორია აქ და ძალიან ბევრი კარგი მსახიობია და ერთადერთი ეს არის რომ აი ხელშეწყობა არ არის უბრალოდ რომ ეს ინდუსტრიულად იყოს და ანუ რაღაცა კინოცენტრი არ აგვაქვს ფაქტიურად იმიტომ რომ ოკუპირებულია და ხალხი ვერ იღებს ფილმს ვისაც ეკუთვნის რომ გადაიღოს და იღებენ ვიღაც არასწორი ხალხი უფრო მეტად ბოლო ეხლა საერთოდ არც ვიცი რა ხდება მე ვფიქრობ რომ ანუ არც ვიცი რა უნდა მოხდეს სანამ ეს რეალურად ესეთი მდგომარეობა არის ქვეყანაში ყველა ვინც აზროვნებს და ნიჭიერია და შეუძლია რაღაც გააკეთოს ყველა რაღაც თამაშს გარეთ არის რა და ამ ხალხმა თუ არ გადაიღო და ამ ხალხმა თუ არ თქვა და ამ ახალგაზრდებს თუ არ მიეცა ეხა საშუალება იგივე თეატრალურში ვინც არიან და ყველა თეატრი დიდად ჩემი ის არ არის მაგრამ მაინც რა და ხო ასე გიგო ამიტომ ეს ცალკე პრობლემა არის რა იქ ესეთ რასაც რაღაცერდი ხომ გადაღებები ლონდონში რაც იყო გარიმოში რომ მოხვდები მე ძალიან დიდი ის არის ალბათ აზარტი თუ რა ვიცი რა ქვია გინდა დაბრუნება ხო ძალიან მინდა დაბრუნება კი ძალიან მინდა დაბრუნება და ხო დიდათ მეც არ ვიცი ხა იქ მეუბნებენ რომ ის უნდა ქნა მიდგემოდგე მე არ ვიცი ხა მიდგემოდგე ის რა ქვია რა მიდგემოდგე რა ვქნა რა და ეხა უბრალოდ ეს სერიალიც რო გამოვა და ისიც კიდე რაღაცები ნუ რაღაც ემატება ეს ფილმიც უნდა გამოვიდეს ეხა და ანუ ეს ჩემი როგორ თქვა რა პორტფოლიო უფრო კიდე რაღაც ცოტა ემატება რაღაცები და შემეძლება რომ უფრო მარტივად ვიღაცასთან თქვა მივიდა და უთხრა რომ აი ხა ო სად ეხა ეგ რო გაქვს იმაში CV-ში რო გიწერია ხო რომ აი ამ სერიალში ვიყავი აქ ვიყავი წასულია კიდე ფილმი გამოდის მხატვრული რომელიც ის თავარი როლი რაღაცა და შემიძლია რომ უფრო მარტივად დაველაპარაკო აგენტს თუ ვიღაცას იმიტომ რომ უბრალოდ აგენტიც არ არის რა ესე რა აგენტი გინდა ცოტა ისეთი ვინც დაგინახავს და ზუსტად გიგზნობს და მიხვდება რომ აი შენ მისთვის საინტერესო ხარ მართლა და რაღაც თორე ხა აგენტი აგენტად არ მჭირდება რა და აი ხა რო წავალ გეგმა უკვე თვის ბოლოს და აქაც ველოდებით ან როგორ განვითარდება რაღაცები და რო წავალ მე მინდა რომ ცოტა უკვე ამას ამ მიმართულებით წავიდე იმიტომ რომ აქამდე დიდად
შინაგანად კი უძნობდი რომ რაღაც უნდა ვქნა, მაგრამ აი ცოტა სტიმული არ მქონდა ნაკლებად, იმიტომ რომ მიწევდა ყოველდღე მუშაობა, მაგალითად ისეთ სამსახურში, რომელზეც დიდად არ გვიждდებოდი კი არა პირიქით, ანუ გადაღებას რო თავი დავანებოთ, ანუ აი ბარებში მუშაობდი და ბარი არის აი აქ ყველას ვეუბნები ხოლმე რომ აი სადღაც რომ მივალთ და ცოტა ბევრი ხალხი რო არის, ვეუბნები რომ ამათ მარიციან რა არის რეალურად, რომ ბევრი ხალხია და დაკავებულია ბარი რა, იმიტომ რომ აი წყალი შეიძლება ვერ დალიო 1-5 საათის განმავლობაში. აი წყალს ვერ აიღებ და ვერ დალიო 5 საათი. ისეთი ხდება რა. და იმდენი ხალხია და ისეთი რთულია ეს და თრგუნავდა რა გარკვეულწილად ეს რა. თან მომწონდა ჩემ თავშიც რა იცი რა გადავლახე რომ მე მუშაობას უმინდოდა რომ აი რაღაცა ეგეთი გააკეთო და მაგრამ მეორეს მხრივ ხვდები რომ ეს არის რაღაც წარმოუდგენელი ფიზიკური შრომა და მენტალურად ძალიან მოქმედებს, იმიტომ რომ ძალიან არასასიამოვნოა, როცა 1000 მთვრალ კაცს უყურებ და შენ ხო და რაღაცა იტყო შენ გარ ხო? არა და ნუ დღეში რომ ასხავ იმას რა ქვია 1000 ლუდს და აკეთებ 500 ჯინტონიკს, ნუ შეიძლება ჭუიდან გადახვიდე რა. ყველაზე პოპულარული ლუდი რომელია მოთხოვნად? ლუდი? ნუ ალბათ გინესი რა. გინესი და ნუ იქ გინესი მე რასაც უყურებ, ხო, გინესი და ბევრი ლუდი არის ეს IPA და რაღაცა ეგენის მაგას ვსვამენ და ნუ უცხოური ასაჰი. რომელი? იაპონური ლუდი არის ასაჰი, ეგეთი და ძალიან ბევრი მაგას ვსვამენ ასაჰი და პერონი. ვა, იტალიური. ლონდონში რო იაპონური ლუდს ვსვამენ. ჩემბარში ყოველ შემთხვევაში მაგას ვსვამენ, ანუ ალბათ ყველაზე ისეთი არის გინესი, იმიტომ რომ რაღაც ცალკე ის არის რა. რაღაცა დიდებული რაღაცა. სამსახიობო ტექნიკაზე რო კიდე პროფესიაზე რო ვილაპარაკოთ, რა, როლის შენ რა პროცესი გაქვს ეს როლის შექმნის, რა მე რატო გეკითხები იცი ამას. ერთ-ერთი პირველი თვალში რაც მოხდა შენ ნანასთან პირადად გაგიცნობდი იყო მთვრალი იყო შენი პერსონაჟი იყო მთვრალი რა. არ მახსოვს სად იყო. ცოლის დაქალები იმ მაესტრო სერიალამდე იყო? ალბათ იყო ხო? ცოლის დაქალები მანამდე იყო. და სხვათა შორის მაგი რო გავიდა ჩვენ მაგ დროს ვიღებდით ერთად იქ. და მეორე დღეს ვილაპარაკეთ მაგაზე, ხო და შენ მე მითხარ საერთოდ არ ვსვამო მე. მაშინ არ ვსვავდი საერთოდ სხვათა შორის. მე კი ამერია და მე რა. სიმთვრალის თამაში ან ბევრს არ გამოსდის რა, ძალიან რაღაცა ეს ზედაპირულად შეიძლება ითამაშო რაღაც ბარბაცებდე თუ რაღაცა, მაგრამ ეს ნიუანსები და მეტყველება რო გეცვლება და რაღაცა ისე კარგად გააკეთე რომ მეთქი, ანუ აი არა დავლიე მაშინ რა. ხო, დავლიე ესენ გადაგა. დავლიე კი, მაგრამ ანუ როგორ არის იცი ეგეც რომ აი და ვთვლი ეგრე და დღემდე ესე ვთვლი რომ ანუ არ მაინტერესებს რა ეხა. ხო და ბოდიში გააგზავნე დავამთავრე და ანუ იმიტომ გეუბნები რომ ხო და მე თვითონ კარგად გამოგივიდა და რა ზოგადად მომწონს შენი თამაშის სტილი და იმიტომ რომ ბუნებრივად გამოგდის ხოლმე რა რაც საკეთებ ეკრანზე ძალიან ბუნებრივია რა ეს ყველაფერი თითქოს რაც სახება უნდა გააკეთოს რა არაფერი განსაკუთრებული არ უნდა ქნა მაგრამ ის უნდა მოდიოდეს რა რაც თამაშობს ესე იყო ის მთვარის სცენაც რა და ხო, მანდ ახლა მე ვფიქრობდი რომ არ ვიცი ხა სცენაზე შეიძლება თეატრში არ იყოს საჭირო ეგ რო გააკეთო, მაგრამ კამერა როცა გიყურებს და ყველაფერი ჩანს და მთვრალი რო უნდა იყო და ხა ნატურალური არის რაღაცა რაოდენობა, ანუ გეცვლება რა მეტყველება, ხო ხდება მეტყველება თვალი, ფერი, რაღაცა და ანუ გამოხედვა ცოტა რა ნელდები რაღაცნაირად და ანუ რაღაცა თუ მე ვთვლიდი რომ ძალიან ჩვეულებრივია რომ ანუ ეს უფრო მეც სინამდვილეს შეძენს იმას რომ დალეო. ნუ ეხა ისე არ უნდა დათვლე რომ ვერ გააკეთო და ანუ ხდება ეს არია რომ რაღაცა ანუ ტექსტი არ დაგავწეს. ის რაღაცა შეიძლება 2 და 3 მაჭიქა მოგცეს ის ბუნებრივი გამომეტყველება და მე სითამამეც იმისი რომ თუნდაც ეგ სიმთვრალე ცოტა გააბუქო რა. ანუ და ბუნებრივად გააბუქო და არა რომ რაღაცა გააკეთო რა და დანჩენი არ ვიცი არანაირი ის არ მაქვს მე ეგ არის რომ ვიცი რომ რაღაც თუ რამე როლი არის ვთვლი რომ პირველ რიგში უნდა რაღაცნაირად ემოციურად ჩემ ფსიქოტიპს ჩემ რაღაც ჩემ ემოციურად მე უნდა მესმოდეს ანუ უნდა გძნობდე რა ანუ ვიხდი ანუ უნდა უშვებდე იმას რომ მე შეიძლება და მე ამას გავაკეთებდი ან ესე გავაკეთებდი ხა რაღაც ისეთი რასაც ვერ დავიჯერებ იმას ვერც ვითამაშებ რა და მე დანარჩენი არის უკვე რომ სულ ფიქრობ ამაზე აი დიდათ არც ვიცი რა გითხრა რა ანუ სულ ვამბობ ხოლმე რომ
მუშაობა ჩემიც ეგ არის, რომ ანუ იმდენად ბევრს ფიქრობ იმაზე, რომ რა გაქვს გასაკეთებელი და რატო გაქვს ეს გასაკეთებელი და როგორ არის რომ მე რაღაც პერსონაჟი რატო აკეთებს ამას? ხო, პერსონაჟიც არა, აი რამდენად მე რო ეს გავაკეთო და როგორ გავაკეთებდი ამას და როგორ გავაკეთებდი და იმდენად ბევრს ფიქრობ, რომ შენი ნაწილი ხდება რაღაცნაირად და აღარ არის მე ის რომ არაბუნებრივია რაღაცა შენთვის რა. ამიტომაც რაღაც ძალიან მკვეთრი პერსონაჟები მე ჩემთვის ის არის რა, რომ აი მიხდე ხა შეიძლება გარეგნულად შეიცვალო რაღაცნაირად რა, მაგრამ შინაგანაც თუ ეს არ გაქვს, ანუ ამ ნებისმიერი მაყურებელი მაგას მიხვდება წამში, რომ ანუ ხარ რაღაცა ფუტლარი რა და ამიტომაც არ არის ამიტომაც ძალიან ძნელია ჩემი აზრით ძალიან რთულია ემოციურად და არ არის ადვილი რომ რაღაც როლები ბევრი ითამაშო რა მე მაგას ვამბობ რომ ეხლა რომ მომაყარო რაღაცეები ბევრი და კარგი რა ანუ მაგის თავიც ხომ უნდა მქონდეს რომ გავაკეთო მიხდი ანუ რეალურად მე ხო მაგის რესურსი უნდა მქონდეს რომ მე ეს ნაღდად გავაკეთო და ის ქნა რა ერთ-ერთი შეიძლება მაგას პლუსი ქონდეს რომ მე კომერციული რაღაც ისეთი იყოს რომ ბევრი ფული გადაგიხადონ და კაია რომ ცოტა შესაძლებლობას მოსცემს რომ წყნარად იყო და არიდარდო რაღაცა იმაზე სესხი მაგ გადასახდელი და რაღაცა და ერთ-ერთი საშიშროებაც საქმე რა მაგას რომ მაგან ჩაგიხვიოს რომ ბევრი ფული ერთხელ კაია ორჯერ კაია და ხტები რაღაცა ისა რა და მეორე მხრივ არის ის რომ არა ვერ გააკეთებ ბევრს რა მე მახსოვს მაგალითად ჩემი წოლის დაქალებში რამდენიმე ჯერ იყო ეგეთი სეზონი როცა ძალიან დაიტვირთა ჩემი პერსონაჟი რა და მეც იმდენად ანუ ეს არ იყო რა ზედაპირულად მე არასდროს არ უძგებოდი და არც ერთ სერიას არასდროს ზედაპირულად ერთ-ერთი მარტივი იყო ხოლმე რაც ბიჭები რომ სადღაც რესტორანში ვართ და რაც მარტივად მიგლიოდა ეგ სახინგლეში მაგრამ იქ როცა დაიტვირთა მე მაშინ მივხვდი რომ ესო დიდხანს გაგზელდეს მე ამას ვერ შევძლებ ვეღარ შევძლებ რა იმიტომ რომ არ არის ეს ადვილი რა იმ პირობებში ხო ხვდები და იმ რეჟიმში ძალიან ძნელია რა ეხა მართლა ხშენი ტრეილერი რო გაქვს რაღაცა იქ იციან უკვე როგორ დროც ხანერად არის გასასრული რა და ამიტომ ვფიქრობ რომ როლებიც ეგრეა და დიდი მსახიობები ხა არ ვიცი ამერიკაში თუ ინგლისში თუ სადღაც ყველა მგონია რომ იღებს რა რაღაც ჩვენ ვითხოვთ ჩვენ სადა არა გვაქვს ეგ ჩვენ ვითხოვთ რომ რამე იყოს მაგრამ ძალიან რომ მოგეყაროს ვერ იზავ რა ბევრს ხარისხიანად ვერ გააკეთებ ამიტომ მგონია რომ ის ტრეილერიც რო გიდგას იქ შენს რო ახსენე იმიტომ კი არ არის რაღაცა განდიდება შენი შენ საქმე სჭირდება და იმიტომ რომ ხო რა დივას შენთვის იყო იქ ანუ ტუალეტი გაქვს და შხაპი გაქვს და მაცივარი გაქვს და ტახტი გაქვს ამოსაწოლი ის რომ ანუ სახიობ დილას გადაღებაზე რომ მიდიხარ 51 კაცთან ერთად მოსასვლელში კი არ ზიხარ და ვიღაცა BMW-ს მოტორზე კი არ გელაპარაკება ანუ ზიხარ შენთვის ტრეილერში და ფიქრობ როლზე და ტუალეტში რო გინდა შედიხარ ხელს დაიბან გამოხარ საჭმელი გაქვს ყავა გაქვს და რამე თუ დაგჭირდება გამოხარ ეტყვი და ემზადები და ფიქრობ და რადგანაც შენ ამ პირობას გიქმნიან შენ გევალება მე რომ იქ შენი საქმე გააკეთო და რაღაც უიმე ტექსტით დამოვისწრა და რაღაცას ვერ იტყვი იქ უკვე ვეღარ იტყვი რა და ეგ არის მაგისტვის ხდება ეგ რომ ეს შეძლო რა და აი ხა ზაზაც შენ აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟი არის ასაც თამაშობდი ცოლის დაქალებში ვიდრე შენ ცხოვრებაში ხარ ხო? ხო ნუ ზაზა რაღაცნაირად ჩემთვის ძალიან ისეთი ის არის რა და რაღაც იმისთვის რომ მithkoms რომ ვიცნობდი ვარ ცხოვრებაში სხვანაირია ძალიან უკვირს რომ ვერ წარმოიდგენენ რა ესე იგი კარგად გამოგდის ისე მოირიგე ის ბუნება ხო რაღაც ეგრე გამოდის მე ძალიან ხშირად ვერ წარმოიდგენენ სხვანაირი შეიძლება ხშირად ვაწყდები მაგ პრობლემას რა ხალხში რომ პირდაპირ მოდიან აი ძალიან ფამილიარულად და პირდაპირ ზაზასთან მოდიან გაიგე და მე ის მაქრა ანუ ჯერჯერობით რაღაც პერიოდი აგრესიაც გამიშთა მიხდი ანუ იმიტომ რომ ძალიან რაღაც კულტურობაა რა ანუ მიდიხარ გეგონება მიცნობ და მე ხვდები გავიგე რომ ეს რაღაცა ზღვარი მოშლილია იმიტომ რომ გონია რომ ეგეთი ხარ და მიხარია რა თუ გონია რომ ეგეთი ვარ იმიტომ რომ მე ზაზას ნებისმიერი ზაზას რაც გადახტენია თავს მე ყველაფერი ჩემ თავში გამიტარებია არ მიხდი ანუ მე ჩვენ ხო ამ გარემოში გავიზარდეთ ეს უცხოა ჩემთვის ზაზა რაზე ბრაზდება რაზე ეჭვიანობს თუ რაღაცა ანუ მეც ხო ჩემ თავსაც უყურებ ევოლუციურად ბავშვობიდან მოყოლებული რეალურად რა გამოვიარე და ამიტომ ზაზა რაღაც ისეთი რაღაც ეპიკ პერსონაჟი არის ჩემთვის იმ ხრივ რომ ზაზა მომცა საშუალება რომ ძალიან ბევრი რაღაცა ჯერ ანუ მე თვითონაც გადამეფასებინა და მე პერსონაჟის ხელით ეს გამეკეთებინა მე მომცა საშუალება რომ მემუშავა ანუ სუბთა მსახიობურად ჩემ თავზე მივხვდი იმიტომ რომ თელეკურა მუშაობ შაბათკვირა სერია გადის უყურებ რაღაცა აი აქ არ ვქენი აქ ესე ვარ მეკნა რაღაცა და ანუ ასე რომ ძალიან დიდი ისა აქვს რა ჩემზე და ერთ-ერთი საფრთხე რაც იყო ზაზასი და მე რომ ამბობდი იყო ის რომ
საზოგადო ხალხმა შეიძლება ჩაქტოვოს როლში, ხო ხვდები, გათამაშოს მერე ეს როლი, გაიგე? აი ეს ცოტა დამსჯელობითი ის არის რა ჩვენი საზოგადოების. აი ჩემმა ახლობლებმა დედაჩემმა იცის ხოლმე რომ რაღაცას თუ გაუბრაზდები უცებ იზაზა მეუბნება. ეგე და მაგას რომ მეუბნება, ანუ ხვდები რომ ეს როგორი ის არის რა, ანუ არ გპატიოს, მიხდი საკუთარი დედა არ გპატიოს, მიხდი ანუ რაღაც რო გაბრაზდები რა. და ბევრჯერ ყოფილა რომ ქუჩაში საჭესთან მაგალითად მიჩხუბია და ჩემი სული მონებ რომ ეხლა ყველას ეგონები ზაზა, გაიგე და ვეგონო რა, ანუ ვეგონო კაცო, ანუ იმიტომ რომ იმის შიშით რომ ზაზა არ ვეგონო ვიღაცას, ეხლა თუ გაუბრაზდები და დედა აღარ ვაგინო ვიღაცას, ანუ ვაგინებ თუ მომინდება რა, ანუ როგორ შეიძლება მიხდი და ანუ მარტივი ის არის და დაანჩენი ეს დამეხმარა სხვა შეიძლება მე ეს ლონდონში წასვლაც, მაგრამ დამეხმარა, იმიტომ რომ იქ არავინ არ გცნობს რა და რო არავინ არ გცნობს და ცოტა მომეშვა, მიხდი, იმიტომ რომ აქ ყველა მოდის და იფოტო თუ რაღაცა და ზაზა და ნუ ზოგი უნდა გავიდეს ნათარგმნით სულის დაკალები რა ლონდონში დავიშვა და BBC-ზე. ხო და ძალიან მაგარია, მაგრამ იქაც ხვდებიან ქართველები, მიხდი სადღაც მაგალითად მოლში ყოფილვარ და უცებ ზაზა ვიღაცა მეუბნება და აუ ღერთო აქაც თუ რაღაც, მაგრამ ნუ პროცესი როგორ იყო? აი კარგად წერდა ოქეთი რო ახსენე, შენი ტექსტი თავიდან ბოლომდე როგორც დაწერილი იყო ისე კითხულობდი თუ შენ ირგებდი? არა, მაგის საშუალება არა, ყოველთვის რაღაცა ეხა სიტყვები გადმოგაგდა და ამაგას ირგებდი, მაგრამ თავარი რაც იყო რომ კარგად წერდა იმას, რომ ანუ აი ეს თავარი რაღაცნაირი როგორ თქვა კონტექსტუალური და ემოციური ღერძი რაც არის პერსონაჟის, აი ზუსტი მიმართულებები მოდიოდა ყოველთვის, აი ზუსტი რა და მე ამაზე უკვე შენ შეგეძლო რომ გემუშავა და ტექსტი ხა იქ არავინ გიორგიც როცა იღებდა ლიფონოვან ვინც არ უნდა თენგო მეგრელიშვილი იქ ამაზე მე ბესო იღებდა კიდე სოლომონაშვილი და აქ არისო ის რომ ვიღაცა შენ ტექსტზე გამოგეკიდებოდა რომ ხლა ის რა ქვია ეს სიტყვა ესე უნდა თქვა გაიგე მაგას არსებითი მნიშვნელობა არასდროს არ ქონია და თავარია ის იყო რომ ეს მიმართულებები რომლებიც ზუსტი იყო რა ანუ ემოციურად გაძლევდა ზუსტ მინიშნებას რომ ესე იგი აქეთ მივდივართ და მე იმის მიხედვით კიდე შენ როგორც ამას გააკეთებდი მე აქეთი ალბათ ჩათვლიდა რომ არ შეიძლება ეხა აქეთაც წავიდეთ და მოდი აქეთ ხوار წავიდეთ და აი ეს რაც უსიტყვო ძალიან დიდხნიანი ის ქონდა და ეს მის მეოწერაც ქონია ეგეთი რომ რაღაცნაირად ესე დიდი ფიზიკური ურთიერთობა ჩვენ დიდი არ ქონია მაგრამ ანუ ეს რაღაცა დისტანციური რაღაცნაირი გძნობა რა ერთმანეთის ყოველთვის იყო და ამ ხრივ ძალიან კარგი იყო რა ეგ რა და შენგან წამოსული ყოფილა რომ აი ხა ეს პერსონაჟი ხორჯობი ესე გამიტარდეს ან ეს ექნას შენგან ყოფილა ეს რაღაც მიმართულება არა ტექნიკურად არა მივხვდი ანუ ეს უფრო ხდება რომ მეც ხო ემოციური მსახიობიც ხო რაღაც ეს რაღაც იარაღი ხარ რა და ანუ ეს უფრო ჩემგანაც ეგ მოდის რომ მე რაღაც მინიშნებას გაძლევ რომ ანუ მოდი რაღაც მე ესეც ჩემილია რომ წავიდე და ოკეი და წამო ესე წავიდეთ რა ეგ არის და ისედაც ვთვლი რომ ეგრეც არის იმიტომ რომ გარეგნულად მაგას ვერც შეცვლი მაგიტომაც აი ფიქრობდი რომ მე თეატრალური ინსტიტუტით კი თუ უნივერსიტეტით კი დავამთავრე დიპლომი არც ამიღია დღემდე და არც ავიღებ ალბათ არ მჭირდება არაფერში მაგრამ იქ არ მოგთხოვეს არა ვის ჩვენი დიპლომი რა თმინდა და თან მე ისე როგორც არის რა სადიპლომო სპექტაკლიც პრინციპში არ მითამაშია თეატრალურში და ესე მაგრამ იმის თქმა მინდა რომ სპექტაკლებში მითამაშია მონაწილეობა მიმიღია და ძალიან მიყვარს სპექტაკლები რა ყველაზე მეტად რაც მიჭირს არის რომ რაღაცა დადგენილი ხშირად გამეორება მიხდი ანუ ჩემთვის არის ანუ რაღაც ტრავმაა ჩემი შეიძლება ბავშვობის და ტრავმირებული ვარ ამიტომ რომ რაღაც როგორც კი რაღაცაში მსვავ ან წინააღმდეგობის ის მიჩნდება მიხდი ანუ რაღაცნაირად როგორც მე მინდა ისე მინდა რომ გავაკეთო და ვიბოჭები რაღაცნაირად ამიტომ ცოტა განსხვავება თეატრს და კინოს შორის ეს არის რომ ანუ სპექტაკლის დროს შენ რასაც გინდა იზამ და როგორც გინდა იზამ მაგრამ იმდენი ხანი აკეთებ ერთი და იგივეს და მიზანსცენა იმდენი ხანი იდგმება რომ რაღაცა ის muscle memory გაქვს რა იმისი რომ ისე აკეთებ და ცოტა ამასთან ჭიდაობაში დავტანჯულ ვარ მაგრამ რა მიხდი რომ აი მინდა ეხა სხვანაირად თქვა რაღაცა მაგრამ ვამბობ ისე როგორც ერთი თვე რეპეტიციაზე ვამბობდი გაიგე და გადაღებაზე ანუ რაღაც პრეზენცია სხვა რა რომელიც ძალიან მოულოდნელი შეიძლება იყოს იმიტომ რომ იქ ბევრ რეპეტიციას მე ყოველ შემთხვევაში ხაც იქაც სერიალზე აი არ გადიხარ რა და რაღაც მომენტში უცებ შეიძლება რაღაცა ისეთი თქვა რომ საერთოდ არც კი ფიქრია რომ იტყოდი და ანუ რაღაცა აი ეს სხვა სიცოცხლე არის ჩემთვის რაღაც სხვანაირად შეზღუდულობა დროში თუმცა მაგალითად სპექტაკლს აქვს რომ ის ლიმიტირებული საათნახევარი გაქვს და ცოცხალი ხარ სცენაზე და რაც გინდა ქენი მაგრამ მაგიტომაც
მაინც უფრო შეზღუდულია ჩემთვის. ეს ტექსტზე მუშაობა იქაც ესე იქ როგორ იყო, ანუ იქ ზუსტად ისე უნდა გეთქვა, როგორც ეწერა, სადაც შენ ხა არა შუა სცენის დროს მოვიდა რეჟისორი და ერთი 5 ტექსტი დავუცოთ. მეუბნება რომ ეხა ეს თქვი, მოდი ეს ამასაც ხო არ იტყვი, მასაც ხო არ იტყვი და ხა მე რუსულად. ანუ რეჟისორზეა დამოკიდებული რა იდეაში ხო? კი და ანუ ეს ის არ არის რომ აი არანაირად არ არის და ჩვენ პირიქით ვეუბნებოდით იქ რომ ეს უკრაინელი ბიჭები იყვნენ და ისინი ებოდნენ რომ ეს ჯობია რომ იქ ვიღაც სამხედრო კონსულტანტია თუ ენის კონსულტანტი მაგალითად ჩვენი აი მე გავგიჟდი ფრანგი ბიჭი იყო რომელიც dialect coach რა და ეს დიალექტის და ვინც ენაზე მუშაობდა რომელიც დუნზე ვინც ავარჯიშებს მსახიობებს იმ რაღაც ენაზე რო ლაპარაკობენ ხო ნანახი აქ ეს დუნ რა და ეს ბრიტანულსაც და იმასაც ეს რუსული როგორ არა რუსული იცოდა რუსივით რა ფრანგი იყო თან და რუსულად ლაპარაკობდა ანუ მე აქცენტით ლაპარაკობ რუსულად როცა ლაპარაკობ და ეს ბიჭი ლაპარაკობდა თითქმის უაქცენტოდ რა და მე რომ გავიგეთ რომ თურმე მთელი ეს მეორე სერია დუნზე ამ ენაში ავარჯიშებს სამსახიობებს და აი რაღაც ენა არა მახსოვს რაღაც ხარკონენები და რაღაცები არიან ხო და ანუ სწრაფად ხდება იქაც ძალიან სპონტანურად ხდება და ამ სპონტანურობაში ის არის რა ანუ ეს არ არის რაღაც დადგენილება და თქვა რომ მოდი ეს ხო მეც მივედი და უთხრა რომ მეთქი ეს მე მგონი თვლი რომ არ არის სწორი და ჯობია რომ ეს ამასთან ერთად იყოს თქვა და გეუბნება რომ კი კაია რა სწორია და რაღაცა მოყვება თუ და იქ მიდის სცენარის გადაკეთებაც მე იქ ხო არის სცენარის არა ეგ უკვე შენ ხარჯავ მაგაზეს იქ მიხვდი თუ შეთანხმებას ამ მიაღწევ რაღაცას წამში რომ ჯობია რომ ეს სწორია და არასწორია კაი ოკეი ესე ვაკეთებთ ყველა თავის იმას გაივლის რომ რაცვლილება მოხდა და ამ ცვლილებას პასუხისმგებელი ამის უცბად გაკეთებაზე ყველა თვითონ არის რა ანუ დაჟე კითხავენ რომ შენ შეგიძლია ანუ შეძლებ ამ ტექსტის თქმას ესე შეიძლება თქვა რომ იცი რა ვერ ვამბობ რა ანუ რაღაც არ გამომდის ან რაღაცა და არის თქვა რაღაც ესე რო თქვა რა თამაშის პროცესში თვითონ ეს საკუთარი თავი უნდა მოვატყო კი და დაიჯერო როლში ეს ტექსტი ასაც ამოვდა ის როლი არის ხარ ანუ ესეთი პროცესია რომ იმაზე ახლა რაღაცას რო ამბობს შენი პარტნიორი ტექსტში შენ უნდა თქვა ახლა გახარდი იხსენებ რა ტექსტი უნდა თქვა თუ ის ახლა როლში შესული რომ იმ თუთას მართლა ემოციურად გადიხარ ისე რომ მე ავტომატურად მოგდის იმის თქმა და ის საქციელი და კიდაც მიმიკა ანუ აი ეს როგორ ხდება ანუ წინასწარ გამზადებული უნდა usმინო რა ანუ თავარი აი სულ ეგარი რომ უნდა usმინო რა ანუ მივხვდით იმისა რომ აი როგორ თქვა არც ვიცი ეგ შეიძლება როგორ იხსნება რაღაც ძალიან მე მგონი რა საკუთარ თავს ატყვევ მაგ დროს იმდენად იჯერებ რომ ეხა იმ რაღაც რო გითხარ რომ მე შენ უნდა გეწყინოს რომ მართლა საკუთარ თავს ატყვევ ხო ყველა შემთხვევაში პირობითობაა ხო ანუ სულ ეხა ყველას მოყავს ეს შედარება რა მსახიობებს და ბავშვები და როგორც ბავშვები თამაშობენ ესე უნდა იყო და ეს არის რაღაცა არ არის რაღაცა პირობითობა რომელსაც იგონებ და რაღაცნაირად ისეთი შენ ისეთ მდგომარეობაში უნდა იყო რომ აქ ესე კრიტიკული თვალი შენ თავს არ დაუყენო რომ ანუ რა დროს ეხა ეს არის თუ რაღაცა რა ვერაფერს ვერ გააკეთებ და იმ მომენტში მგონია რომ არის ეს რაღაცა აი როგორ თქვა რა რაღაც გამბედაობა შენ თავში რომ ანუ ეს რაღაცა ეს გარე მარეგულირებელი თვალი შენ თავში გათიშული გაქვს და და უსმენ რა ადამიანს იმიტომ რომ შენ რაღაცნაირად ემოციურად ეს ტექსტი გავლილი ხო გაქვს ანუ რას შეიძლება გადიოდეს ამ თქვა დიალოგის დროს გმირი ხო და მე უკვე დანარჩენი გმართებს რომ ის შენ უკვე იმდენად გავლილი ემოციურად რომ ეს თვითონ ამოვარდება რა რაღაც მიხდი ეს რეაქცია შეიძლება მაგრამ დანარჩენი არის რომ usმინო უნდა რა ანუ ხო ხტები შენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქრო შენ თქვა შენი ტექსტია და მე შენ ამ დროს უკვე მე ვფიქრობ რომ მე როგორ უნდა გითხრა არ უნდა იფიქრო ეგ რა პირველ რიგში ალბათ რას უნდა გააკეთო მიხდი ანუ შენ უკვე მე შენ უნდა იმ წამსაც უნდა დავავალდებულო ჩემი თავი რომ გულწრფელად მოგისმინო და რეაქციაც შესაბამისად მე მაგის როგორ თქვა რა ანუ ჯაჭვური რეაქციაც მე გაძლევ და უკვე ეს რაღაცნაირი უხილავი ქსელია შენ თავში რაღაც ფსიქო ემოციური რომელზეც და არის თან ალბათ დიდი ხნის ამაზე ფიქრი რა ხო ხტები ხა ეგ იგივეა რომ რაღაც თამაშს მაგალითად რომ თამაშობ თელი ცხოვრება კარგად თამაშობ ხო ხტები რა ანუ იცი რა რაღაცა კომპიუტერული თამაში რო ავიღოთ მაგალითად რაღაც ან ვიღაცა ფეხბურთს თამაშობს თელი ცხოვრება და რაც ხო ეს არის რაღაცას დიდი ხანი რო აკეთებ სკილები შენ იზრდება და იზრდება რა სწავლობ მე ხვდები რომ აქ ესე ჯობია იქ ესე ჯობია შენ რო ეხა ვიღაცა იმას რა ქვია თხილამურზე ვერ დგას ვიღაცა ვერ ცურავს მაგალითად შენ უკვე მექანიკურად ცურავ ხო და ესე ამ სახეობაც რო დიდი ხანი ეხა წლები რო სულ ამას ფიქრობ რომ აი ეძებ გზებს რო როგორ და ვაიმე ხა მილიარდი ფიქრი რო უნიჭო ვარ დავანებავ თავი არ მინდა არ გამომივიდა გადაღებაზე მე მქონია მე შემთხვევები რომ
ანუ ერთი დუბლიდან პირველი დუბლი ჩამიწერია და რა კარგია და მეორე დუბლზე ვფიქრობდი რომ ეხლა სახში წავალ თქო რა. აი მეორე დუბლი ისე ჩამიწერია რომ ვფიქრობდი რომ ღმერთო რატო ავირჩიე ეს პროფესია თქო. ანუ ისეთი ის ხარ რა დაუცველი თან მაგხრივ მიხსვის და სულ მე აი ჩემი მეგობარი არის ერთი კარგი რომელიც მეუბნებოდა რომ მსახიობი არის და სულ ვიმეორებ ამას ჩემ თავსაც ვიმეორებ და სხვასაც ვეუბნები რომ მსახიობი არის რაღაცა ანუ მსახიობობა არის რაღაც სერფინგივით რა რომელიც ანუ შენი მზაობა უნდა ქონდეს უბრალოდ რომ დადგე რა ამ სერფინგზე და ტალღაზე მე იარო თორე შეკვეთით ეხა რომ მიდი იტირე ვერ იტირებ ან მიდი ისქენი შეიძლება ეხა ეგეც დაამოღამო პირდაპირ იტირო მაგრამ ანუ ისეთი რაღაცა რა მზაობა არის ბოლომდე და ეს მზაობა რო გქონდეს ამისთვის არის უნდა იშრომო ის რომ რა ვიცი რა ვიღაცა კუბრიკიო იღებდაო 70 დუბლსო ფილმებშიო რა 50-დან 70 დუბლამდეო და მე კუბრიკი ლაპარაკობს ამაზე თვითონ ინტერვიუც არის ეგ რა შეგიძლია ნახო მე რომ ის ამბობს რომ მსახიობებიო საკმაოდ უდისციპლინო ხალხი არიანო და ღამე რომ მიდიანო სახშიო და თუ არ ისწავლიან ტექსტსო და რომ გვიან დაიძინებანო და სასმას დალევენო და დილას დაქლიავებულები რომ მოდიანო მეო იმ შედეგს რომ მივახციო რაც მინდაო ვერ აკეთებენო და 70 ჯერ სანამ არ გააკეთებენ მაგიტო ვაკეთებინებო რა ანუ მიხვდი ანუ საკმარისად მომზადებულები არ მოდიანო ნუ ეს ცოტა ძველი დრო იყო მაშინ და მაშინ არ იყო კიდე ალბათ ეს გასაგებია რაღაცის რა მეც გადაღებას რაც ეხება პროდაქშენს ყველა მსახიობობის გარდა თითქმის ყველაფერი მიცდია სცენარისტიც ყოფილვარ რეჟისორი გამოცდილებაც მაქვს რა დონეზეც იყო სეტზე რა ვიცი კლაპიც მჭერია და რა ყველაფერი გამიკეთებია რა ასე თუ ისე ერთ-ერთი არიაც აი მსახიობობა არ გითამაშია ხო და ეს მაინტერესებს აი როგორი ის არის რა შინაგანად როგორი პროცესია რამე ჟანრი არის რაც არ გიყვარს და არ ითამაშებ იმიტომ სიტკომშიც გითამაშია ხო მაგრამ არ გამომსვლი კომედიურ სერიალში გოგონა გარევნაში ხო იყავი გოგონა გარევნაშიც ვიყავი ხო მე შუა ქალაქის ხო იყავი კი მაგრამ თუ დააკვირდები ყველგან რაღაც საკმაოდ დრამატული პერსონაჟი ვიყავი ანუ დრამატული კი არა ანუ არა ცოტა ამოვარდნილი ვიყავი ეგეთ იმაში რა ანუ ვფიქრობ რომ არ არის ეს ჩემი რა იმ რამდენადაც მაგიტომაც თქვი რომ ჩემთვის ანუ ძალიან ძნელია რაღაც დადგმულის გამეორება თქო რა შესაბამისად ეს გოგონა გარეუბნიდან მეტნაკლებად ისეთი ხაზი იყო იქ რომ აი ჭაბა იღებდა მაშინ და მე და ჭაბა მაშინ დავმეგობი და რაღაც ისეთი ხაზი იყო რა ეს რაღაცნაირი იქვე წდებოდა ყველაფერი რა და ანუ სიტკომი რაც შეეხება იქ ძალიან უხერხულად უძნობდი თავს იმიტომ რომ რაღაცა უნდა გააკეთო ისეთი რომ ეხა ამაზე უნდა გაეცინოს ვიღაცას მიხვდი და უკვე ჩემ ეს ქვეცნობიერად ამის ფიქრი რომ მე ეხა რაღაცა უნდა გავაკეთო რომ ვიღაცას გაეცინოს უკვე წინააღმდეგობაში მოდიოდი ჩემ თავთან მიხვდი და მაგ დროს ჯიუტდები რა და რაღაცა ეგრე რო არ წავიდეს იმას ვიზავ რა ქვია ანუ ვაჩერებ რამე სპექტაკლიდან წავსულ ვარ აი სპექტაკლიდან სცენიდან ავდექი და გავედი აი შუა სპექტაკლიდან რა მიხვდი ანუ მიზეზი რა იყო აი არა ნუ მიზეზი იყო ეს რაღაც ჩემი თავარით ძალიან დიდი ისე რომ დიდი ხანი მუშაობდით მე და ჩემი მეგობარი ეს მონოსპექტაკლი იყო და რაღაცნაირად ესეთი გადაწყვეტა იყო ჰამლეტი რომელზეც ამაზე არ ვიცი მილაპარაკია როგორ არ მილაპარაკია ეს მე ამის ისიც მიშა ჩარკვიანმა გამოკლეთ გავაკეთეთ რაღაც სადაც ამაზე ლაპარაკობ რა იყო ასეთი კიდე პერფორმანსი რა მე ამას სადაც ყვები მაგრამ იმიტომ რომ მე რაღაცნაირად როგორც წარმომედგინა როგორც უნდა ყოფილიყო ისე რომ არ წავიდა და მივხვდი რომ ვერ მოვერია მე ჩემ თავს ამ მაყურებელთან მიმართებაში და უნდა გავყალბდე ხა ამათთან მიმართებაში და რაღაცა პროსტა ისა ლექსები თქვა ტექსტი ანუ ამ ისეთი განცდა მქონდა რომ მოკვდებოდი და გავედი რა და ნუ პრინციპში ჩემთვის ჰამლეტიც ეგ არის რომ ვერ ეგუება ტყუილს და მე სპექტაკლს რა ბედი ეწია არაფერი გავედი ცოტა ხანი ქუჩაში ვიდეხი მე ისევ შემოვედი და ხალხს უცხარი რომ მეთქი ეგრე რა გიყოთ თქო და კარგად ზამდებოდი თქო კი ხო და აი ხა რა ვთქვა რა ანუ ეს განსაზღვრელია მე ხვდი ეს ჩემ სამსახიობო გზაზეც ჩემი პიროვნების განსაზღვრელი არის ეგ ფაქტიც რა ეს არ არის რაღაცა ვიღაცისთვის იყო წარუმატებლობა ჩემთვის იყო ეს ყველაზე დიდი გამარჯვება მე ხვდი იმიტომ რომ პირველად ცხოვრებაში არ წავედი კომპრომისთან ტყუილზე იმიტომ რომ რაღაცას თუ ვერ ვაკეთებ ისე არ გავაკეთე მაინც როგორც შეიძლება და დამემალა რომ გამეკეთებინა და ვაღიარე რომ ისი რა ვერ გავაკეთე აი ამ წამს ვერ გავაკეთე და მე ყო მაგის გამბედაობაც რომ მეთქო რომ ვერ გავაკეთე და მაგის მერე უკვე აღარ მეშინია მე ხვდი მაგის მერე სხვათა შორის მართლა ეგრე მოხდა რომ მაგის მერე ჩემთვის
ფეილი ის არ არის, რა ქვია რა, ანუ ეგ ისეთი რამეა, რომ ახლა ჩემზე ვინ რას იფიქრებს და გადაღება რომ მიდის და კამერა და ვიღაცა რას მიყურებს მე, საერთოდ აღარ მაინტერესებს. ან სხვა მსახიობები ჩემზე ხარ რას ფიქრობენ, ეგეც საერთოდ არ მაინტერესებს. მიხდი, იმიტომ რომ საკმარისად ვიტანჯები ჩემ ცხოვრებაში, რომ მაგას მივაქციო ახლა ყურადღება და ეს მსახიობობაც საბოლოო ჯამში ეგ არის, რომ რაღაცა გამოცდილება და წვალობს ცხოვრებაში და მე შეგიძლია რომ ეს გააზიარო, მიხდი და ეს ამასაც მაგიტო ვირჩევთ ალბათ მსახიობები, ვინც ვირჩევთ ამ გზას, რომ ხვდები რომ ეს მოთხოვნილება გაქვს, რომ შენ გინდა გააზიარო რახე როგორ არის რაღაცა შენ თვლი რომ შეიძლება უნიკალური რაღაცა შენი გამოცდილება და განცდა, რომელსაც ჯერ შეიძლება არც შენ არ განგიცდია პერსონაჟი ვიღაც სხვა, ხო? ანუ შენ იღებ რაღაც პერსონაჟს, რომელიც არ არიცი, შენ ეგეთი რამე არ დაგმართნია, მაგრამ გაითავისო ეს და მე სხვასაც მიცე საშუალება ანუ გაიზიაროს ისეთი რაღაც ბედი, რომელიც თვითონ შეიძლება არ გადახდეს თავს და გახდება ერთი უფრო გამოცდილი ადამიანი რა. ეგეთი ნათქვამიც აქვს რობერტ რედფორდს, რომ მსახიობობა არის პროფესია, რომ შეგიძლია იცხოვროს სხვისი ადამიანის ცხოვრებით და არ აგო პასუხი. ანუ ამაზე არ აგო პასუხი რა, აი ცოტა ეგეთი რაღაცა არის და ხო რა, რაღაც ეს ხო გამოცდილებები ქმნის მე ალბათ რა გამოცდილებები და პირადი გამოცდილებები შენ ცხოვრებაში ეს შენ ლონდონში ეს ცხოვრება რაც თქვი გამოცდილებისთვის კი, აი ჩემი ღამე მე აისახება აუცილებლად აუცილებლად აი ეგ არის მიხდი მართლა ეგ არის და მართლა ეგრე იყო რომ პირველად რომ წავედი ფილმზე ჩამოვედი მე და აი მე თვითონაც ხვდებოდი რომ სხვა იმიტომ რომ განვიცდიდი ხო ხდები მარტო ხარ ცოლი გენატრება შვილები გენატრება მუშაობ ისეთ ადგილას სადაც არასდროს არ გიმუშავია ხარ უცხო ქვეყანაში ხარ არავინ არ გიცნობს აქ ეს რაღაცა კომფორტის ზონა არ არის აქ რომელიც არის ხო ხდები აქ გახვალ და ნებისმიერი ვიღაცა გეტყვის რომ რა შვები რაღაცა იქ მოვა მენეჯერი გეუბნება რომ დავაი ხა ის გააკეთე დავაი ანუ დავაიზეც არ არის იქაც ახლა ზედმეტი რომ ვინმეს მოვიდეს იქაც არ იმას იზაო მაგრამ ღამე მოდიხარ მარტო 5 რუმეითთან ერთად ცხოვრობდი თავიდან მიხდი ანუ ძალიან ძნელია რა ანუ ეს არ არის რომ და მე ცოტა რომანტიზირებაც მოვახდინე მე თვითონაც ამ ყველაფერს იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება მაგრამ თლიანობაში ხო ხტები ეს რამდენი მარტო მოგცემდა ეგ გაძლევს ხო საბოლოო ჯამში გაძლევს იმას რომ ხტები რომ საკუთარ თავს არ იცნობ აქ ანუ არ ვიცნობდი მე აქ და კიდე არ ვიცნობ და კიდე ბევრი გზაა გასავლელი რა იმიტომ რომ არ იცი შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი სხვა გარემოშიც ხვდები არ იცი შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ იცნობ რა შენ თავს მიხდი რაღაცა როლებს თამაშობ მაინც რა მე ყოველ შემთხვევაში ესე ვარ და ჩემთვის ამ საზოგადოებაში ყოფნა სულ რომ რაღაც როლსში ხარ გაიგე ნათესავია თუ მეგობრებით ბავშვობის სამაგრობო თუ რაღაცა და ანუ ეს არ გაქვს რა ანუ ამ ბეწვის ხიდზე არ დადიხარ და დანის პირზე უფრო სწორედ რა და არის იმიტომ რომ რეალურად როცა საფრთხე და რაღაცა იქნება სულ სხვანაირი ხარ მაგ დროს ადამიანი ხო ხტები იქ აღარ ფიქრობ რომ ვინას იფიქრებს ჩემზე რა მაცვია როგორ ვარ ხა რაღაცია ალბათ მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ანუ იმ ხელა მნიშვნელობას აღარ ანიჭებ, რა და აი ამაგას გაძლევს და მსახიობისთვის პირველი ეგ არის, ხო ხტები რა? ხო, აი სხვა გარემოში მოხვედრაზე და გამოცდილებაზე გამახსენდა შენი ძველი ამბავიც ციხესთან დაკავშირებით. თუ რაღაცა ისეთი არ გინდა მესაუბარი შეგვიძლია არა, არაფერი არ არის ეგ გამოცდილება დაგეხმარა, ეგ გამოცდილებაც რამეში გამოიყენე მე რამე როლში გამოგადგა. რამდენი ხანი მოგიწია ციხეში ყოფნა? ერთი თვე არაფერი, ერთი თვე, მაგრამ ისეთ ძალიან გლდანის ციხეში ვიყავი ერთი თვე 2009 წელს, ანუ ეს იყო კატასტროფა პერიოდი რა, მაგრამ მე რაღაცნაირად გამიმართლა იქაც, რომ დიდად ჩემზე რაღაცა ეს მე როგორ თქვა, ანუ გამომადგა იცი რაში, რომ ეგეც იმ გამოცდილებაში, რომ პირველად რაღაცნაირად გადავიაზრე რაღაცეები რა. მიხოვეთ იმისა, რომ დღემდე ვთვლი, რომ მაშინ ეს ანუ მიზეზი თუ საიდუმლო არ არის. მიზეზი იყო ჩხუბი მოგვიდა პრეზიდენტის დაცვასთან. ოღონდ ესეც ნახე როგორ იყო რომ ვიყავით სააკაშვილის დაცვასთან. სააკაშვილის დაცვასთან იქ იყო თვითონ სააკაშვილის ეს ჩხუბი რომ მოხდა და ჯო ბაიდენი იყო სხვათა შორის იქ. აი რა ის არის. მას თუშეთში რაღაც იხსნებოდა რაღაც ცენტრი და ეს ვიღაც ელჩები და ვიღაცები და ეხა მე არ მიყვარს დიდათ რა ანუ უკვე მე წარსული თარიღით მაგაზე ლაპარაკი რომ აი ესენი იყვნენ და რაღაცები რა იმიტომ რომ ხო, ну, გასაგებია რომ ძალადობრივი სისტემა იყო იმ ხრივ რომ ძალოვანი
სტრუქტურები იყვნენ აბსოლუტურად გამოსული იმიდან რა ქვია. და ჩვენ ვიყავით თუშეთში, ვისვენებდით, დავდიოდით სოფლებს ვათვალებდით და შემთხვევით უცებ გადავეყარეთ, აი იქ ეს ვიზიტორთა ცენტრი იხსნებოდა, იქ მივედით და ამ დაცვას და მოხდა ჭხუბი და დავცხეთ მაგრა და დაგვიჭირეს და მეგონა რომ ჯერთი მეგონა რომ გზიდან გზაში რომ მოვყავდით, სანამ მივიდოდით პოლიციაში, მეგონა რომ მოგკლავდნენ რა. ბაიდენი მაშინ ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხო? ბაიდენი იყო მაშინ ვიცე-პრეზიდენტი და მაგათან გეჭყუათ ასე მოსაყოლათის გინება და ამერიკის პრეზიდენტის დაცვას ეჭყუბე. ხო და გაგვიმართლა რომ ჯერთი არ დაგხოსეს ალბათ რა ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში ის იყო რომ მე მაინც ჩემს საკუთარ თავს ვსვლიდი დამნაშავედ, ხო ხტები, იმიტომ რომ ერთადერთი რაც იყო ციხის გამოცდილება იყო რომ მე რო გამოვედი ციხიდან, მაშინ თქვი რომ ანუ ეს აი პირადად გულწრფელად ვამბობ რომ ჩემთვის იმიტომ რომ რაღაც ბევრი მიზეზის გამო ჩემთვის იქ ხელი არავის არ დაურტყია დიდად რა ციხეში ხო აი ხელი არავის არ დაურტყია ჯერ ერთი მარტო რომ ეუბნებოდ რომ რაზე დაგიჭირეს და პრეზიდენტს დაცვას ცოტა ის ბადრაგის ისე გიყურებდა ხო ხტები მაგრამ არა ნუ შეურაცხყოფაზე და იმაზე ლაპარაკი არ არის უბრალოდ მე იქ იყო რაც ვნახე ეს იყო სისტემური რაღაცა ისეთი ძალადობა რომელიც ვიცოდი ზუსტად რომ ეს დამთავრდებოდა რა. ანუ აი ეს დამთავრდებოდა და ზუსტად იგივენად შემიძლია დღეს თქვა რომ აი დღევანდელი აი ეს სისტემაც ზუსტად ამით დამთავრდება რა. ანუ მარტო ამით კი არა აქედან საზოგადოება სხვანაირად გამარჯვებული გამოვა. ანუ შენ ნახო სხვა ადამიანებზე როგორ გითხარ სხვა ანუ სისტემურად იყო ამის გავლენას ხედავდი სხვა ადამიანებზე ვინც იქ იყვნენ ხო? მაგრამ შენ თავზე არ გიგზნია მაგრამ მაგას ხო როგორც გავიგე როგორც ყარდებოდა დილიდან დედას რო გაგინებენ და გიბრახუნებენ და აბა პრაგულყა და პური გინდა თქვენი დედა და რო გაგინებენ და შემოგივარდებიან ღამის 2 საათზე და აყრიან ოთახს და გაიხადე და ჩაიხადე და ის ხო არ მალავდა დადიოდნენ ტიპები მისავით რა ქვია ანუ სიგიჟე იყო ხო ხტები მე არ მეგონა თუ ქართველები საერთოდ ვერ ვიჯერებდი რომ ესენი არიან ქართველები რა იმიტომ რომ არ მეგონა როგორ ანუ მაგრამ ეს არის რაღაც იყო კატეგორია რომელიც აი იგივე ვინც ეხაც სემს ხალხს ხო ხტები რაღაც აი რაღაცა გადაკრული აქვს რა რაღაც ბინდი თავზე ტვინზე რომელიც ვინამზადებს და სადამზადებენ მაგრამ ვიაზრებდი რა იმასაც მაშინ გაიგე რომ ანუ გულწრფელად ეხლა ეგეც უნდა თქვა რომ ვიაზრებდი იმას რომ სისტემური იყო ძალიან ბევრი ადამიანი ამას შეეწირა მაგრამ ამავე დროს მაგ სისტემამ მაშინ ქურდული მენტალიტეტი დაამარცხა ანუ ქურდული კრიმინალური მენტალიტეტი განდევნა რაღაცნაირად მიხვდი და ამის ფასად მაგრამ მე შემეხო ესე რა მაგრამ სამწუხაროდ ვიღაც ადამიანები ჩატოვა ამან და დღემდე ვერ პატიობენ და დღემდე სააკაშვილს აგინებენ, გაიგე? ანუ მე არ ჩემი ბუნება არ არის ეგეთი, იმიტომ რომ მივხვდი რომ მაშინ ეს მოხდა როგორც ეხაც თქვათ რაღაც სხვა რაღაც მოხდება რა და ციხემ მომცა ეგერთადერთი რომ დავფიქრდი და მივხვდი მარტოობა და უცხო გარემოში ხვდები და დავიწყე, მაგრამ მაშინ ცოტა უფრო რაღაცნაირი მე თვითონ ისეთი ავტორიტარული ის მქონდა ალბათ მენტალობა რა და მე თვითონ რაღაცა ცოტა ცაშირო იმას შვები რა რაღაც ცაშირო ეძებ შველას და ანუ მართლა რაღაც დროის მერე გამოვედით როცა უკვე ალბათ ერთ თვეში ისე მალე გამოსულხო ერთ თვეში ხო რა გამოვიშვე და პირობითი მქონდა მე 4 წელი დავდიოდი ყოველ სამშაბათს თიცვადებდი თუ რაღაცა და ეგრე და ანუ ესე ჩაიარა მაგანაც მაგრამ საინტერესოა თვითონ ეგ ისიც რა ანუ ცალკე პატიმრების მხრივაც და ცალკე გარეთ მხრივაც მაშინ უკვე თამაშობდი სერიალში თუ არა მაშინ ვიყავი ძალიან ახალი მაშინ ამერიკიდან ვიყავი ჩამოსული ერთი თვის ალბათ რომ ეგ ამბავი რომ მოხდა და მანამდე 5 თვე ამერიკაში ვიყავით მე და ჩემი ყოფილი ცოლი მაშინ და ჩამოვედით და მე მოხდა ეგ ამბავი და მოკლედ რაღაც ეგრე რა და ხო მაგრამ ანუ ხო აქამდე მივედით იმაზე რომ სამსახიობო კარიერაში ყველა გამოცდილება გეხმარება და რა თქმა უნდა ესეც ხო აი სამსახიობო კარიერაში კი რა უფრო მაგას თუ დავარქმევდი ეგრე რომ პიროვნება რომელიც ანუ ყველაფერი რაც შენ პიროვნებას ხდის უფრო ხდის პიროვნულს და უფრო გააზრებინებს საკუთარ თავს და რაღაცნაირად უფრო დამოუკიდებელს ხდის საკუთარ თავს ანუ საკუთარი თავის გააზრებას ყველაფერი ეხმარება მსახიობობას იმიტომ რომ თვითონ მსახიობობაც როგორც ნებისმიერი პროფესია არის დგას პიროვნებაზე ანუ ინდივიდზე ანუ რამდენადაც შენ ხარ ინდივიდი და რამდენადაც შენ აზროვნებ შენ ორბიტაზე იმდენად შეგიძლია რომ ალბათ მე შექმნა რაღაცა და რამდენადაც შენ ცდილობ რომ დაემსგავსო რაღაც გარემოს როგორც თქვა აი ლონდონის მაგალითი რომ მოვიყვანო სულ ფიქრობ ხოლმე იქ მაგას რომ ხალხი ცდილობს ზოგჯერ იქ
მოერგო იქაურობას. მიხდი რომ აი ეს მეცვას ის რაც იმას რაღაცა ხო? და სინამდვილეში იმას ეგეთი არ აინტერესებს შენ, იმას აინტერესებს შენი. ქართველიც ეხა რატო აინტერესებს? იმიტომ რომ აი ეს ჩვენი თვითყოფადი რაღაცა რაც არის, ყველა განვითარებულ საზოგადოებას თუ ადამიანს აინტერესებს შენით. ანუ მართლა შენ აინტერესებ, ანუ მიხდი შენ თუ ხარ ვიღაცა, არ ვიცი, სადაურიც არ უნდა იყო, არ ვიცი, სვანი ხარ თუ ხევსური ხარ თუ რაღაცა, ეს დაყოფაც ახლა დიდად სწორი არ არის, მაგრამ შენი რაღაცა გენეტიკური მახასიათებლები ხო გააქვს და თუ ნამდვილი ეგ გაქვს და ისიც გეხმარება რომ ეგ ამოწიო რა, მიხდი? ანუ შენი აუთენტური ბუნებრივი ქართული რაღაც ხასიათი რაც არის, როგორც რატო დაიწყეს ამათმაც ახლა ფეხბურთის კარგად თამაში რა, იმიტომ რომ თაობა უფრო თავისუფლდება, გათავისუფლდება. ხო, ეთქმა რო არ ჩაიკარგო რაღაც მასაში, მე შენში ეძებ უნიკალურ რაღაცებს, ხო ალბათ. ხო, ეძებ, ან მარტივია რომ თუ ავტორიტარული აზროვის გაქვს, რა ქვია, მენტალობა გაქვს, პირიქით ეწეპების ხვეებს, რომ დაემსგავსოს ხვეებს, რომ არავინ არ გამოგარჩიოს, რომ შენ ერთი გამოდი აქეთ არ გითხრას და მე ვარ ყველასნაირი იძახი, მე მეც მახურავს ეს კუდი, მეც მახურავს ეს ქურთუკი, მაცვია და მეც დავდივარ მერსედესით თქვათ რა და იქ პირიქით არის, იმიტომ რომ ეს მე მაგას ვამბობ, რომ ეს განვითარებული ხალხია და განვითარებული ხალხი მიხვდა იმას, რომ მომავალი სამყაროსი არის ამ განსხვავებულობაში ადამიანის და მიხვდი მოდი გეუნება რა, საქართველოსდან ხარ ჩამოდი, ირლანდიიდან ხარ ჩამოდი და იყავ იმე გაძლევ შესაძლებლობას რომ აქ იყო და პირველი ჩემ ვიზას რო ვაკეთებდი წერია რომ შენ რას მოუტან შენ რას შემატებ ამ კულტურას აქ და მე ჩვენს მე ამ წერილს რო წერდით მე და ჩემი მეგობარი დავწერე ეგ რომ ეს რა კულტურული განსხვავებულობა მიხვდი ანუ რაღაცა რაც შენ არ აქვს მაგ მე და რაც შენ არ გაქვს რაც მე არ მაქვს გაქვს შენ რა და ეგ არის რეალურად რა და ხო მსახიობობაც ეგ არის ეს მსახიობი ყველა უნდა იყოს თვითონ ხო ანუ არავინ არ უნდა გავდეს ერთმანეთს ხო აი მე მგონი ბახუტა რო ყოდა ერთ ეპიზოდში იქ მოვყევი იქ ვხსენე მე მგონი აი ბრაიან კრენსტონის მაგალითი რა Breaking Bad-ში ვინც არის მთავრობაში ის ამბობს ინტერვიუში რომ აი იმასაც ეს ეკითხებიან მსახიობი როგორ უნდა გამოხვიდე მაგარი და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გამოცდილება რაც მსახიობის გზაზე დამეხმარე იყო რომ მე და ჩემმა ძმამო გადავწყვიტეთ რომ დამჯდარი ყავით მოტოციკლეტებზე და მთელი ამერიკა შემოგვევლო რა და ვიმოგზაურეთო გავჩერდებოდით სადღაც პატარა ქალაქში 2 დღე ბარში ვიმუშავდით ბენზინის ფულს დავაგროვეთ წავიდით შემდეგ ქალაქში და აი ამ სიარულში იმდენი გამოცდილება დავაგროვეო რომ ეგ იყო ყველაზე დიდი გაკვეთილია რა სამსახიობო გზაზე რა ერთ-ერთ ბარში რაღაცა პრელობასაც კი შეესწრო ერთ-ერთ ბარში და რაღაც გამოძება და რაც Breaking Bad-ში ხდება და მოსმენელი მაქვს მეც ეგ სადღაც თან მე მახსოვს ეგ ხო ეგრეა რა ხო უბრალოდ რაღაცა შეესწრო და მე დაკითხვაზე ეს დაიბარეს თუ რაღაც ეგეთი იყო რა კი გეთახმები და ეგრე არის და ნამდვილად ანუ რა ვიცი რა მართლა რა უნდა თქვა რა თან ანუ იმაზე მეც ხა რა უნდა თქვა რაცაც არ უგზნობ და რაც რომ მოვაჩვენო ვინმეს თავი რომ რაღაც მეტი ვიცი ეგეც არ არის ანუ არაფერი ის არ არის რა რაღაც როგორ თქვა სასირცხვილო და ხო სასირცხვილო ალბათ ერთ-ერთი ის არის რომ მსახიობისთვისაც ის არის რომ მოაჩვენო თავი ვიღაცას იმაზე მეტი ვიდრე ხარ და ის როლებიც რაღაცებიც ალბათ დროთა განმავლობაში როცა მაგალითად ძალიან დიდი ხანია მე არაფერი ფილმისთვის არ მიყურებია ეხა ძალიან დიდი ხანია აი ვერ უდებ გულს რაღაცნაირად მოხდი წიგნი რაღაც ლონდონში რომ მოდიოდი წიგნის კითხვა დავიწყე და არჩევნების მერე და ეს წიგნი სადღაც რომ დაუხურე ეხაც ესე მიდევს ხო ხტები ანუ ვერა ბავშვობაში რო ავიღოთ რა ანუ ბავშვობაში მიხდი ქუჩაში მართლა სროლა და კერასინკები და რაღაცეები განათლება რო ვთქვა რომ მე განათლება მაქვს მიღებული არა მაქვს აი ესე პერიოდულად ვიღაცა რაღაცა და გაინტერესებს რაღაც პერიოდები რო ცოტა წაიკითხავ რაღაცა მიხდი ანუ არაფერი ერთ-ერთი რაც არის დაგროვებული ცხოვრებაში ეს არის გამოცდილება აი ამ რაღაცა უშუალოდ რაღაცეებთან შეჯახების რა მიხდი ინსტიტუტიდან დაწყებული რაღაც ავტორიტარიზმი ყველგან ვიღაცი კრიმინალური ავტორიტეტი ხელოვნებაში ავტორიტეტი თეატრალურში ავტორიტეტი რაღაცები და ნელ-ნელა ამდენი რაღაცა იმისგან ეს ყველას ამსხრევ რა ბოლოს და საბოლოო ჯამში მე ხვდები რომ რა შენი თავი გაქვს და მილიონი ჭკვიანი და საინტერესო ადამიანია ვინც სადაც მოусმენ მართლა რა რაღაც გვინდა რა ჩარტი რა YouTube და რა პოდკასტი გინდა და რა თემა გინდა და როგორი ყველანაირ ადამიანს ნახავ საინტერესოს და ღია სამყარო ყველასთვის ფაქტიურად და ყველაფერს გაიგებ და მსახიობობაც ეგ არის მეც ახლა მილიონი ინტერვიუს ვუყურებ და ჩემი საყვარელი მსახიობების მაგალითად ისე ემთხვევა რაღაცები რასაც განვისთი ხოლმე და ისე მიხარია რომ ვა რა უცნაურია ეს ამას ამბობს რომ ხვდები რომ ჩვენ რაღაც საბოლოო ჯამში ერთი დიდი ცნობიერებაა ყველა
რომელიც უნდა ხო რა გზას ვიკლებთ რა. ვინ არის ყველაზე დიდი ისა შენთვის მისაბაძი მაგალითი თუ არა ინსპირაცია მსახიობი? მე ძალიან მიყვარს როგორ თქო რომ ამბობ ხომ თან ცოტა ესე მიყურებს ყველა რა. ჩემი აი ყველაზე საყვარელი მსახიობი არის შაია ლებოფი რა. ანუ ჩემთვის არის ყველაზე ძალიან ექსცენტრული ტიპი არის. ისე ცხოვრებაში არის ყველაზე ნაღდი ტიპია რა. ანუ ყველაზე ნამდვილი მსახიობი ეგ არის. აი რაღაცნაირად იმიტომ რომ მე რაღაცნაირად მაქვს ეგეთი შეიძლება მე არ მომიგონია ეს სიტყვა, მაგრამ რაღაც არსებობს ინდუსტრიული კინო და არის კიდე რაღაცა რა. აი ეს ინდუსტრიული კინო არის რომ აი მოხდა შენ რომ უნდა იყო ესეთი, უნდა იყო ნავარჯიშები, უნდა რაღაც გასაგებია ესეც და მიდიხარ და რაღაცა ტომ კრუზი რა, ხო. ხო, აი ტომ კრუზი რა მაგალითად და ძალიან დიდი მსახიობია ტომ კრუზიც რა, ანუ ნაღდათ ხა ეს ვერ იმასო, მაგრამ ეს რაღაცა ამისი არა ეგეთებში თუ თამაშია თან. თამაშია ხო არის. ჰა? ტრანსფორმერებში ხო არის. ხო, ნუ ეს მაშინ ბავშვი იყო და სხვა შორის მაგაზე ბევრი საინტერესო ინტერვიუები რო ყვება მე რომ მაგის მერე რაც და მაგის მერე დაემართა უბედურებები რა, იმიტომ რომ მაშინ გახდა ძალიან დიდარი და ძალიან ცნობილი და რაღაცა და მე აი კინაღამ გადაყომა ყველაფერს და რიჰაბები და ისინი გამოვლილი აქვს და ეხა გახდა რამდენიმე წელია უკვე საერთოდ სობერ და აღარ სვავს და არაფერს აღარ შვება და ძალიან საინტერესო, ბევრი ძალიან საინტერესო ისინი არის რა მაგის ინტერვიუები, აი მართლა ძალიან და როგორ შეუძლია თავის ცხოვრებაზე ილაპარაკოს, როგორ ანუ აი ძალიან ისეთია და როგორც მსახიობი მისია ეს რაღაც ენერგია და აი სიმართლის ხარისხი ჩემთვის ძალიან მოსაწონია, თუმცა ბევრი სხვა მსახიობები, ანუ ბევრი მსახიობი მიყვარს ესე რა, ძალიან და ანუ ყველაზე მეტად მაინც აი ცოტა უკანო წავიდა, ყველაზე მეტად ჩემი საყვარელი კინოც და აი სამსახიობო ანსამბლი მაინც არის ალბათ ჯონ კასავეტისის აი ჰაზბენდს არის ჩემი საყვარელი ფილმი ერთ-ერთი და არ მოხსნა ნახე. სუვიძახი და ანუ ეს თვითონ ეს სცენი რა თვითონ კასავეტისი თამაშობს ბენგაზარა და ჰაზბენდს ესე ქვია ქმრები ხო? ქმრები და ეს არის ანუ ალბათ ყველაზე ისეთი რა, ჩემთვის ეგ არის მსახიობობა და ყოველთვის ეგ იქნება და რაღაცა, ნუ აი ეს რა, როგორ თქვა, არ ვიცი, ნახე მე თუ არ გაქვს ნანახი და აუცილებლად მიხვდები, რასაც ვიძახი ხა და საერთოდ მაგის ფილმები და თანამედროვეობაში ბევრი არ ვიცი, მიყვარს რა, აი მაიკლ ფასბინდერი ძალიან მიყვარს და ვთვლი რომ ერთ-ერთი ძალიან ისეთი მსახიობი, მეც მიკელსენი ძალიან მიყვარს და ეგ რომელია? მეც მიკელსენი არის ჰანტი ნანახი გაქვს? ჰანტ ეგეთი დანიელია, მეც მიკელსენი მე მგონი თუ შვედია, ჰანტ აი კაზინო როიალი ნანახი ხო გაქვს კაზინო როიალი აი სახეზე ხა გამოხსენდება უჩველი რა ხო რა აი რო სხვა მასშტაბური როი another round ნანახი გაქვს რო სვავენ ხო აი მეც მიკელსენი ანუ ბევრი ნუ მიქაც რა ძველები ნუ ადრე და ეს ხო რაღაც ეტაპები გაქვს რომ ვიღაცა გიყვარდა ხა დენიელ დელუისო გიждდებოდი ერთ პერიოდიდან ნუ გიждდებოდა რა დღემდე გიждდებოდა და ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსახიობი მაგრამ ხო ხტები რაღაც მომენტში გამოდიხარ ემოციურად მაგიმიდან რა ანუ შონ პენზე გიждდებოდი რაღაც პერიოდი და ანუ ბევრი და ერთი ვთვლი რომ ყველა ვინც ამ სიმაღლეზე და ამ იმაზე ამდენი წელი ეს ხალხი ვინც არიან ყველა ძალიან დიდია რა ხო ხტები ეს ხუაკინ ფენიქსი კეისი აფლეკი მაგალითად კიდე ანუ ეს ხალხი ტყუილა არ არის იქ რა ანუ ეს შემთხვევით არ არის რომ მართლა ვიღაცას გონია რომ გაუმართლა თუ რაღაც აქ მახსოვს თეატრში ერთხელ ვიღაცამ თქვა რომ რაღაც არ დავასახელებ ხარ რომელ თეატრში მაგრამ უბრალოდ მომსახიობო კაცმა რომ ალ პაჩინო მანდო რაღაცა ძალიან ის არის ეგა და მე რო ფიქრობდი ბიჭო მეთქი ეს აი ანუ მიხსენ ანუ რა დონეზე უნდა ვაფშე არ გქონდეს აღქმა რა ანუ ამ მასშტაბის რომ ანუ მიდი აბა გააკეთე რა ეგ რა ანუ მიდი ეგ გზა გაიარე ან იგივე თუნდაც რაღაც პოპ ვარსკვლავები ხა მე პოპ მუსიკას არ მიყვარს მაგრამ რო უყურებ მიდი რა დადექი აბა ერთი 90000 ადამიანის წინაშე სცენაზე და იმღერე და იცეკვე და გააკეთე მე სიგიჟია რა ანუ ამას ძალიან დიდი ის აქვს რა სტამინა და ის უნდა ხო ხტები ეს არ არის რაღაცა ტყუილა არავის არაფერი არ აქვს რა ანუ ეს არავინ არ დაიჯეროს და თქილად უნდა იყოს შენ სურვილებთანაც რო გინდოდეს რა ეს მინდა და აი მან სამსახიობო მაშინ ნიჭი რა არის სამსახიობო ნიჭი თალკი არსებობს არ ვიცი მე მაგაზე ხა ვერ ვილაპარაკებ ხო ანუ რაღაცა არის ალბათ ის ანუ ხა რა ვიცი ჰოლივუდში ხა ამ გზას ყველა გადის ყველა მიცის რომ რაღაცა ცხოვრება უნდა ნახო გამოცდილება დააგროვო რაღაცა ტრენერები ყავთ სამსახიობო რეჟისორები მაგრამ ვიღაცა არის დენირო და ალ პაჩინო და ვიღაცა ვერ არის ხო და ეს ნიჭიც ალბათ ეგ არის რომ რაღაცა ანუ რაღაცა მოცემულობა რომელშიც ადამიანი იბადება ისე დრამატურგიულად ისე განაწილებული რომ ანუ
იმიტომ რომ ჩვენც ხო ეხლა ნებისმიერ ადამიანი რაღაცა შედგება ამ თავისი ტრავმებისგან და ბავშვობის მეხსიერებისგან და რაღაცისგან და ეს სახიობებიც ალბათ ყველა რაღაცა ისეთ მოცემულობაში ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელიც დროზე ადრე ხვდება რომ რა არის ალბათ თავისთვის რა მიდრეკილება აქვს, რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პოულობს დროზე ადრე იმ გამოხატულებას, რაც შეუძლია რომ საუკეთესოდ გააკეთოს და ეგ არის ალბათ ნიჩის რა, ანუ მიხვდეთ ეს რაღაც ადრეული ინდივიდუალობა რა, ანუ ძალიან ადრე გაცნობიერებული ინდივიდუალობა და პიროვნულობა ჩემი აზრით. ეგ არის ნიჭი რა ალბათ და ყველგან ის არის, ეგრეც ხდება და ვიღაცა უწყობს, მიხვდი ვიღაც მშობელი რო ხედავს რომ რაღაცა ფეხბურთს თუ კარგად თამაშობს, ფეხბურთზე დაყავს და ამაში უწყობს და რამდენი ნიჭია, ესე ხო ხდები გაფლანგული, ღმერთმაინცის მეც რა, ანუ მე ესე უყურებ და ეგ არის ალბათ ნიჭი რა, სამსახიობო ნიჭი არის. ქართველი მსახიობებიდან არის ვინმე ესეთი, ვისაც გამოვარჩევდი, აი რაღაცა. ქართველი მსახიობებიდან რა ვიცი, მე ჩემი მეგობრები არ ვინც არიან, მე რა ვიცი, არ დავიწყებ ახლა ლაპარაკს ჩამოთვლას, იმიტომ რომ მე შეიძლება ვინმეს ეწყნოს, მაგრამ არიან მსახიობები, ვინც თვლი რომ ხო რა იგივე აი ჰოლივუდში დაგესვა რომ იქნებოდა არა ჰოლივუდში თუ დაждდება ვინმე დაждდება რა ნელ-ნელა ხო ხვდები ანუ ყველა რაღაცა თავის გზას გადის და შრომობს და ხო გასაგები როგორ თქვა რა ის არის რა ქვია რაღაც გზა რა და დაждდება ყველა ხო ანუ როგორ თქვა გასაგები მივხვდი ხო პირდაპირ მე მგონი ვერავინ უნივერსიტეტად ვერ დაждდება რა იგი იგივე რაღაც როგორც ახლა ჩვენ პრეზიდენტი დაგვისვეს აი ეგრე არის რა კაი საომავლოდ კიდე არის პროექტები რასაც იღეთ თუ ჯერ არის ეგეთი ჯერჯერობით არ ვიცი არაფერი ანუ ჯერ გამოვიდეს ეს სერიალი ხო ეს ახლა იქნება 24 იანვარს ეგ სერიას და რაღაც მაგრამ მაგაზეც დიდად მოლოდინებიც არ მაქვს რა ანუ ფილმიც უნდა ანუ ცოტა ხო რაღაც ეგეთი პროფესიაა თან კიდე რომ რაღაცას რო გააკეთებ მე ცხოვრება ხო მიდის კაიგე და ეს წარსულში რჩება და კი შეიძლება წამოგეწიოს რაღაც ბენეფიტები იქიდან მაგრამ რეალურად ანუ თუ არ გაუშვი და თუ არ დაივიწყე ვერ აგძელებ წინ ვერ მიდიხარ რა და მართლა მომფიქრო ესეც მინდა ვთქვა რადგანაც ამდენი პროფესიაზე ვლაპარაკობთ რომ აი ეს პროცესი რაც ახლა ქვეყანაში ხდება ვთვლი რომ არის ძალიან ისქნა რა ანუ როგორ თქვა აი გამაჩერა რა მიხდი ანუ ყველა სურვილი მისწრაფება და რაღაცა ოცნებაც თუ რაღაცა გამიჩერა მიხდი აი ცოტა ხანი და დავიწყე ახლა პირველად დავიბრუნე რუტინა რა ჯერ ერთი რა ანუ მიხდი რომ მივდივარ აქციაზე და მეორე რომ თქვა მე ვარჯიშობდი იქ მივდივარ ჰაერზე უნდა ვიარო ეს უნდა გავაკეთო და მივხვდი რომ ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის რა და რო არ დაკარგო მართლა საქმე და პირველად ეხა გამოვიხედე ახალი წლის მერე ერთი კვირა აი თვალებში მართლა გეუბნები რა ემოციურად ისეთი ის გავიარე რა და ამიტომ გეგმებიც ეხა გამოჩნდება და ეხა აი ცოტა ბინდი გადავიდა ეხა რა მივხვდეთ იმისა რომ ჯერ სასიკეთო შეიძლება ამ წუთას ესე არაფერი არ არის მაგრამ ერთი ვიცი რომ ამაზე დიდი გეგმა არაფერი არ არის რომ მივდივარ ყოველდღე საღამოს დუები რუსთაველზე და ჩემთან ამ მოაზრებთან მოქალაქეებთან და მებრძოლებთან ერთად იცი რომ აი ეს არის ქვეყანა და აი ეს ვიცი რომ აი ეს შექმნის ეხა ახალ შესაძლებლობებს ზუსტად რა ეგეთი ის მაქვს ეგეთი რამ ამიტომ ჯერ არ ვიცი და დიდად მაგაზე არც ვერ ვიყავ რა ცოტა პროფესიაც ეგეთი გვაქვს რომ ხან არის და რა ვიცი როცა არ არის უნდა იყო როგორც ხარის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მართლა ძალიან საინტერესო იყო. წარმატებებს გისურვებ. მთელი გულით გულშემატკივრობ. ძალიან დიდი მადლობა. მინდა რომ კიდე ბევრ ეგეთ პროექტში გნახოთ და მადლობა რომ მოხვედით დრო დაგვითმე. არაფრის ისი მადლობა შენ და ძალიან კარგია და ძალიან საინტერესო ფორმატია და ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეხლა რაღაც ესე რომ მოვახერხეთ რომ ესე უფრო მეტი მე ვილაპარაკ მართალია და ალბათ ეგრეც უნდა ყოფილიყო. ეგრეც არა კი. გეთქვა, მაგრამ ძალიან ის არის რა. მნიშვნელოვანია და ღირებულია რომ შეგვიძლია ესე ვილაპარაკოთ და მადლობა შენ. კი, ნამდვილად არაფრის მაყურებელსაც, მსმენელსაც მადლობა, ვინც ბოლომდე დარჩა. პოდკასტის მხარდა ჭერის სურვილისაც აქ აღწერაში არის დონაციის ლინკები და მადლობა კიდევ ერთხელ ერთ კვირაში შევხვდებით. მადლობა შენ. ძალიან დიდი მადლობა მართლა.